ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ალტერნატივა ტელეკომპანია დროზე, ალხაზ გულაშვილთან ერთად. ჩვენ ყოველ ხუთშაბათს, როგორც იცით, ხვდებით. პირველი ნაწილი, როგორც მოგეხსენებათ, ბატონი დავით თარხანმოურავი იყო ჩვენი სტუმარი, ამჟამად ჩვენი სტუმარი გახლავთ ბატონი ირაკლი შიხიაშვილი, ვეტერანთა დეპარტამენტის თავმჯდომარე. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, დიდი მადლობა იმისთვის, რომ დრო გამონახეთ ჩვენთან სტუმრობისათვის. ძვირფასო ტელემაყურებლებო, თქვენ იცით, რომ საქართველოს ტერიტორიები აქვს დაკარგული და ძალიან ბევრი ადამიანი ამ ტერიტორიებისათვის ბრძოლაში დაჭრილია, დასახიჩრებულია, ზოგმა სიცოცხლე დაკარგა. ზოგი ადამიანი დღეს ცოცხალია, მაგრამ არ არის რეაბილიტირებული, იმიტომ რომ მას როგორც ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პროცესი არ გაუვლია, ასევე ეკონომიკური პროცესიც არ დამთავრებულა სამწუხაროდ. აქამდე მოგეხსენებათ ვეტერანთა დეპარტამენტიც კი არ იყო ის, რაც უნდა ყოფილიყო. როგორც კი ბატონი ირაკლი მოვიდა ვეტერანთა დეპარტამენტის თავმჯდომარედ, უცებ დაეთყო ვეტერანთა დეპარტამენტს, რას აკეთებენ, როგორ აკეთებენ და ყოველივე ამის გამო ის მოვიწვიეთ ჩვენ სტუდიაში, რათა მან უფრო ცლად მოგვითხრონ ამ ყველაფრის შესახებ და ველოდებით თქვენ ზარებს, თქვენ იცით ტელეფონი წერია პირდაპირ ეკრანზე, დაგვირეკეთ, ჩვენ გაგცემთ პირუთვნელ პასუხებს. დიდი მადლობა ბატონო ირაკლი. დიდი მადლობა. მოუყვეთ ჩვენს ტელემაყურებლებს, რატომ არის ეს დეპარტამენტი შექმნილი, რა მიზნებს ემსახურება, რას აკეთებს? პატარა შესწორებას შემოვიტან ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური. დეპარტამენტი იყო, როდესაც ის იყო საქვეუწყებო ორგანიზაცია, ორგანო უпростоრედ, ჯერ ჯანდაცვის სამინისტროში, შემდეგ თავდაცვის სამინისტროში. 2000 მიღებული. 2000 პირველი უკაცრავად, მაგრამ ზარია ეს ძალიან პოპულარული ხარდატო. დიახ, გისმენთ? გამარჯობათ. მოგესალმებით. ტელეკომპანია დრო არის? დიახ, გახლავთ. ხო, მივესალმები თქვენ სტუმარს, ბატონ ირაკლისთან მაქვს ესეთი შეკითხვა. კი ბატონო, ბრძანეთ. საქართველოში არსებობენ ავღანეთის ომის ვეტერანები, დიახ, რომლებიც ყოველთვის გამოირჩეოდნენ სახელმწიფოებრივი აზროვნებით. ავღანელები ყოველთვის იდგნენ ქვეყნის სადარაჯოზე. ეთანხმებით. არაერთ ბრძოლებში აქვს ავღანელებს მიღებული მონაწილეობა, თუნდაც ის რა დღის, როცა სოხუმის დაცემის დროს ჟიურის არტავასთან 26 ავღანელი დახვრიტეს მასთან ერთად. ეს ისტორია მე იმიტომ მოვყევი, რომ ეს აღარ აქვსოთ ავღანელის ომის ვეტერანები. კანტიკუმთან თუ დაძვენ სახელმწიფო სტრუქტურაში მომუშავე ავღანელები და მაინტერესებს ბატონი ირაკლის მიდგომა ამ ომის სერიოზულად ჩამოყალიბებული ვეტერანების მიმართ. რამე თუ ის ომი, რასაც ქვია გაეროს კონვენციით, ორი იყო. ორი ომი არის აღიარებული, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს არის ომი ვიეტნამში და ეს არის ომი ავღანეთში. დანარჩენი კონფლიქტებია შიდა, გარე, ლოკალური, ასე შემდეგ და შემდეგ. არც ერთ ომის ვეტერანის სტატუსს ჩვენ არ ვაკნინებთ, მაგრამ ავღანელები ამ ხრივ გაეროს კონვენციითაც გამოირჩევიან თავისი სტატუსით და სამწუხაროდ საქართველოში ისინი არიან დაჭერულები. რა დღის თუნდაც ის, რომ მათ საშემოსავლოც კი უკავდებათ და ამიტომ ბატონი ირაკლის აზრი, მიდგომა მაინტერესებს, რამე თუ ვიცით, რომ ჩვენ ის საღად მოაზროვნე ადამიანია, ვაჟკაცი ბიჭია, ნაომარია და ამიტომ მაინტერესებს. გენაცვალეთ, დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. ვეტერანებთან დაკავშირებული საკითხები. მადლობთ. დიდი მადლობა. ბატონო ირაკლი. მოგესალმებით, ჩემო მეომრებო, ვეტერანებო, ჩემო სულიერო ძმებო ყველას. და მართლაც ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს საშუალება მაქვს საზოგადოებას მეტი დროის სივრციდან გამომდინარე, ბევრი ისინი საჭირო და აუცილებელი ინფორმაცია მოგაწოდოთ. არ ვარ ფუფუნებაში საეთერო დროის კუთხე და დიდი მადლობა მინდა ბატონ მალხაზ გადაუხადო აი ამ შესაძლებლობისთვის, რომ როგორც თვითონ ბრძანა პირუთვნელად გავცე ყველა კითხვას პასუხი. რაც შეეხება ავღანელებს, მე მინდა ჩემი პირადი გულწრფელი პატივისცემა გამოვხატო, იმიტომ რომ ჩემი უახლოესი მეგობარია ბატონი კოტე შავიშვილი, თქვენი მეგობარი იქნება დარწმუნებული ვარ და იმ ადამიანის პრაქტიკულად ხელში ვარ გაზრდილი და გაწვრთნილი, რას გულისხმობ, მინდა გითხრა და მინდა ბატონ კოტეს გამოჯანმრთელება უსურვო დღეს
საავადმყოფოში იმყოფება გულის საკმაოდ რთული ოპერაცია გადაიტანა და უსულო ჯანმრთელობა და კარგად ყოფნა და მწყობში დგომა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ჩვენც უერთდებით თქვენ სურვილს. რამოდენიმე ერთი წუთით ზარია და შემოუშვებ და მე გააგზავნებ შეიძლება, იმიტომ რომ ძალიან აქტიურად დაიწყო. ასეთი ზარები თუ იქნება ვიღარ ისაუბრებთ მოასწრებთ, ჩვენთან ესეთი სტილია. ამით ვზომავთ რეიტინგს. კი ბატონო, ყურადღებით ვისმენ. შეიძლება? კი ბატონო, ბრძანეთ. ხო, ბატონო ირაკლი, გამარჯობა. გამარჯობა. რა მინდა ისიც გითხრათ. სწორედ ახლა შეეხო ამ დაღეგის გადასახადს ხელფასებიდან და შემოსავლების წერებას. ახლა მე მინდა გითხრათ ერთი რამ. თავდაცვის სამინისტროში მომუშავე ადამიანები გვარდიაში და სხვადასხვა სტრუქტურებში ისინი არიან, არ არიან ამის მონაწილეები, არვინ არ იხდის საშემოსავლოს. ახლა ეს არის არასწორი. ეს არის ჩვეულებრივი სახელმწიფო დაწესებულება, თავდაცვის სამინისტრო, იქ მომუშავე ქალებით, კაცები და ვინც არიან, უნდა გადაიხადონ როგორც ყველა. ჩვენ ვართ სულ რამდენი 100000 კაცი, 70000 კაცია, ხო? 73000 კაცი. აქედან შეიძლება ერთი 10% მუშაობს დაწესებულებებში, სახელმწიფო დაწესებულებებში, არც გაგვანთავისუფლეთ რა 3000 ლარამდერო არის ისა. საერთოდ გაგვანთავისუფლეთ რა აჯანდაბის ხელფასი გვაქვს, რომ იქიდანაც კიდე გვექვიცება. ბატონო ჩემო დაგვეხმარეთ რა თქვენ მე რომ მაგ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ერთი კაცი ვიღებდე დამიჯერეთ ეს საქმე უკვე გაკეთებული მექნებოდა მაგრამ არის კიდევ ობიექტური მიზეზები რომელთაც ხანდახან ვერ წყვიტავ და შესაბამისად ამის შესახებაც პირდაპირ ვაცხადებ ხოლმე ეხლა რაც შეეხება ჩემს ვალდებულებას რაც უნდა გამეკეთებინა სახელმწიფოს წინაშე დაყენებული გვაქვს სამსახურს რამოდენიმე ინიციატივა მათ შორის რომ 3000 ლარი გახდეს 6000 ლარი ხოლო ინვალიდებისთვის გახდეს 9000 ლარი. რიგი მიზეზების გამო დღეს ფინანსთა სამინისტრო ამბობს რომ შესაძლებლობები იმისი რომ ბიუჯეტში ეცვლებები განახორციელოს არ აქვს ვინაიდან დაახლოებულია იმიტომ რომ პროფიციტი ხო არ აქვს პროფიციტი ბატონო მალხას დამერწმუნეთ არ აქვს ჩვენ ესეთი ინფორმაცია აქვს ჩვენი ეკონომიკური ექსპერტები ნამდვილად არ აქვს პროფიციტი ამას უკვე მარტო სამსახურის დირექტორი ამბობს ცოტა გამოცდილება მაქვს ამ კუთხით და ინფორმაციას არ აქვს როგორც თავრობის წევრი ვაცხადებ და საკმაოდ რთული გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა ყველაზე დიდი ტვირთი ქვეყანა სადაც ადევს სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში უკვე 11 წელიწადზე მეტია წახალისება ხდება სიღარიბის ეს არის ყველაზე ცუდი იმიტომ რომ ქვეყანაში ეს პროცესი უნდა შეჩერდეს და წახალისება სიღარიბის უნდა მორჩეს რაც იმაში გამოიხატება რომ ნიადაგი შეიქმნას ადამიანების დასაქმების, გადამზადების, კვალიფიკაციის სამაღლების და ამ ადამიანებს ჰქონდეთ საშუალება რომ დოვლათი შექმნან ქვეყანაში და არა ხელგამოწვეულ მდგომარეობაში იყვნენ და ბიუჯეტისგან ითხოვდნენ ფულს. მაგრამ შორს რომ არ წავიდეთ, ჯერ მინდა ავღანელების თემას შევეხო, აუცილებლად გავცემ დაუბეგრავ მინიმუმთან დაკავშირებით კითხვას პასუხს. ავღანელებს რაც შეეხება მინდა გითხრათ რომ აჭარაში ჩემი დირექტორად მოსვლის დღიდან ძალიან ისეთი ფაქიზი, სენსიტიური და გრძნობიარე დამოკიდებულება გამოჩნდა და გამოჩნია ავღანელი ვეტერანების მიმართ, იმიტომ რომ ვინც არის აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომის მონაწილე, ყველამ კარგად იცის რომ ავღანელი მეომრების, ავღანეთში ნაომარი ბიჭების დახმარებით ძალიან ბევრი ადამიანი გადაურჩა მტრის ტყვიას ისინი საკუთარი მკერდით ეფარებოდნენ იმ გამოუსწრელ მეომრებს, რომლებიც ბრძოლაში იყვნენ ჩართულნი და მათი რჩევა, მათი თავდადება, მათი მზრუნველობა და გვერდში დგომა ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, ბევრი მეომრის სიცოცხლე გადაარჩინა და მე მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა უთხრა ავღანელებს. რაც შეეხება ის რომ ძალიან უსამართლოდ არის თავის დროზე ეს კანონი შეცვლილი და დამახინჯებული რომ ავღანელ მეომრებს ისე უყურებდნენ თითქოს არასამშობლოსთვის მეომრებს ეს არის მცდარი ინფორმაცია და მცდარი შეხედულება იმიტომ რომ მეომარი ბრძოლს არ იწყებს მას სამსხემწიფო აგზავნის კონკრეტული დავალების შესასრულებლად და ჩვენ ვართ სამართალ მემკვიდრე საბჭოთა სოციალისტური საქართველოსი დღევანდელი საქართველოს და ყველა ის ვალდებულება რომელიც ჩვენი მეომრები რომლებიც იმყოფებოდნენ სხვადასხვა კონფლიქტებში თუ საომარ მოქმედებებში იმ დროს ჩვენი სახელმწიფოს პირდაპირ ვალდებულება სამართალ მემკვიდრენი ვართ ამ პასუხისმგებლობას და ვალდებულნი ვართ განსაკუთრებით ყურადღებით მოვიპყროთ ამ ადამიანებს მით უმეტეს რომ ამ ხაზგასმით ვამბობ
ავღანელთა 99% ტერიტორიული მთლიანობისთვის იღებდა მონაწილეობაში ბრძოლებში მონაწილეობას და ამ კუთხითაც კიდე ორმაგად დასაფასებელნი არიან. ამიტომაც ჩვენ გავაკეთეთ მემორიალი და გვინდა რომ ღირსების და პატივის აღდგენის პროცესი მაქსიმალურად დაჩქარებულად დავიწყოთ ავღანელების მიმართ, იმიტომ რომ საზოგადოებამ სწორად და სამართლიანად გაიგოს მათ შესახებ ინფორმაცია. ყველაფრის თავი პრობლემის ყოველთვის არის ინფორმაციის არ ქონა, ან დამახინჯებულად ინფორმაციის მიწოდება. ამიტომაც აჭარაში ჩვენ ავღანელთა მემორიალი დავდგით, უბრალოდ დავდგით მოვნიშნეთ ადგილი, წარწერით, სადაც დაიდგმება უახლოეს პერიოდში ავღანელი მებრძოლთა პატივსაცემი მემორიალი და გულდასაწყვეტია, მე არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ ამ ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ არსებობენ ვანდალები, რომ წინა დღეს, როდესაც მოვამზადეთ გასახსნელად ეს ასე ვთქვათ, ობელისკივით, მეორე დღეს ის დილით სანამ მემორიალი გაიხსნებოდა, წაქცეული და დარბეული დაგვხვდა. მაგრამ ბიჭებმა ეს მხოლოდ ავანტყოფ შეუძლია ესეთი რაღაცა. ის მართლა ავანტყოფ შეუძლია, მე მგონი იმ ადამიანს სისხლიც არა აქვს ძარღვებში, პირდაპირ ვიძახი, მაგრამ დილით ჩვენ მაინც ისე გავაკეთეთ, რომ მოვასწრეთ ამის დამაგრებას და დილით ბატონო ირაკლი, ბოდიშგიხეთ, მაგრამ ზარია და ჩვენი პრინციპი გადაცემის არის, რომ მის უდიდებულესობა ტელემაყურებელს ვაძლევთ პრიორიტეტს. დიახ, გისმენთ? გისმენთ? გისმენთ, ისაუბრეთ, ტელევიზორს ჩაუწიეთ და ისაუბრეთ. გულდასაწყვეტია, მე არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ აქ ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ არსებობენ ვანდალები. ესე? ტელევიზორს ჩაუწიეთ და ისაუბრეთ, გისმენთ? გისმენთ? ალო? გისმენთ? კი ბატონო, ეთერში ხარ და გისმენთ. ალო? გისმენთ პატივცემულო. გენაცვალოთ, ჩემი თავი, პირველ რიგში გესალმებით თითოეულ თქვენთაგანს, ტელემაყურებელს და ბატონ ირაკლის. ღმერთმა დაგლოცოთ. მადლობა. ეხლა მე ესეთი კითხვა მაქვს, თქვენ შემოგიძლია. დღეს ესე იგი ცნობილია, რომ პოლიტექნიკური უნივერსიტეტში შეხვედრა ქონდა ვეტერანების კორპუსთან. ფაქტობრივად ანგარიში ჩააბარა იქ დამსე საზოგადოება საქართველოს ვეტერანებისათვის სარეაბილიტაციო ცენტრის და კლინიკური საავადმყოფოს აშენებისათვის. ესპანეთში გაწეული მუშაობის შესახებ. რაც უკვე ის არის იმედის მომცემია და იქ დარწმუნებული ვართ, რომ ეს ამას შეძლებს და გააკეთებს თავისი ისე რა ქვია ჩვეულებრივი. მადლობა უფალს. ეხლა საქმე რაშია? სამი კითხვა მაქვს. როდის დაიწყება და სად აშენდება საავადმყოფო და სარეაბილიტაციო ცენტრი? რა შეღავათები ექნებათ ვეტერანებს სამხმარებლო სფეროში და მესამე რა დახმარება შეუძლია აღმოუჩინოს ვეტერანებმა სახელმწიფო სამსახურს მიმდინარე საქმიანობაში. ძალიან დიდი მადლობა ბოლო კითხვისთვის განსაკუთრებით. როგორც წესი მარტო იმას მეკითხებიან ხოლმე, როდის იქნება და ნაკლებად მეუბნებიან რითი მოგეხმაროო. და მე მინდა რომ ორივე კითხვა ერთდროულად იყოს ხოლმე დასმული და მადლობა ამ კითხვისთვის. მინდა გითხრათ, რომ მე გავხდით ესპანეთის სამეფოში ჯანდაცვის სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჯანდაცვის სამინისტროც შემოგვიერთა ამ პროცესში და მინდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ როდესაც მავანი ამცხადებს, რომ თითქოს სახელმწიფოს დღეს არ აქვს ერთიანი ხედვა იმაზე და ერთიანი სტრატეგია, რომ ვეტერანების ყოფა ხვალინდელი უკეთესი გახადოს, ვიდრე ის დღეს არის, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო მოწესრიგებული, ვიდრე ის დღეს არის. მინდა უთხრა მათ, რომ პირიქით შეერთებული ძალებით ჩვენ ორი უწყება და მათ შორის ეკონომიკის სამინისტროც არის ამ პროცესში ჩართული. მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისათვის, რომ უახლოეს პერიოდში და ეს უახლოეს პერიოდი როგორ იწყება, ამასაც გეტყვით, 29 მარტამდე კონსორციუმი, რომელსაც მართავს ესპანური კომპანია, რომელსაც 39 მილიარდი ევრო აქვს ბრუნვა, შემოთავაზებას გაუკეთებს ქართულ მხარეს, რომ PPP პროგრამის ფარგლებში, რომ სახელმწიფომ გამოყოს მიწა და შესაბამისად მათ განახორციელონ 200 საწოლზე გათვლილი სამკურნალო სარეაბილიტაციო ცენტრი 25 მილიონი ევროს ინვესტიციით, რომელსაც მერე გადაიხდის თვითონ ეს ჰოსპიტალი მუშაობისას თავის შემოსავლებიდან.
ეს არ იქნება ხაზგასით მინდა ვთქვა საქართველოზე ორიენტირებული მარტო სარეაბილიტაციო ცენტრი, ეს იქნება რეგიონალური მასშტაბის საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით შექმნილი სამკურნალო სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელშიც ბუნებრივია ქართულ მხარეს ექნება ბევრად მეტი შეღავათები, ვიდრე მეზობელი ქვეყნებიდან მოსულ მკურნალობით დაინტერესებულ ადამიანებს, მაგრამ ეს იქნება საკმაოდ დიდი შემოსავლების წყარო მთლიანობაში ბიუჯეტის. თანამედროვე უზრუნველყოფილი ყოველგვარი ტექნიკით. აბსოლუტურად გათვლილი ისე რომ 25 წლის განმავლობაში მორალულადაც არ დაძვერდეს. აი ასეთი სტანდარტები შემოგთავაზეს. როდის დაიწყება? 29-ში იქნება შემოთავაზება. 5 აპრილიდან ჩვენ დავიწყებთ დრაფტზე მუშაობას მემორანდუმის. 5 მაისს ჩამოდის 11 კაციანი დელეგაცია სხვადასხვა კომპანიის, რომელიც ერთობლიობაში წარმოადგენს ამ კონსორციუმს და რომელებიც გადაინაწილებენ ერთმანეთს ყველა პასუხისმგებლობას, მათი კონსალტინგის ფირმა დაიწყებს თავისივე ხარჯით საქართველოში აი ამ feasibility studies გაკეთებას, რომ ბოლომდე სრულყოფილად იქნას სამედიცინო ბაზარი შესწავლილი მოთხოვნების მიხედვით და გათვალისწინებით რეგიონში მოთხოვნების გათვალისწინებითაც მოგეხსენებათ რომ აზერბაიჯანი, სომხეთი, ჩრდილო კავკასია, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი ძალიან ბევრი ომებით და სახიჩრებული და მკურნალობა რომ სჭირდება იმ ადამიანებით არის დასახლებული და კარგი იქნება თუ ჰეგემონია ექნება საქართველოს ამ კუთხით. სწორედ ამიტომ ამ ხნის განმავლობაში ძალიან ეს სკრუპულოზური მუშაობა გქონდა ებრაულ მხარესთან, ამერიკულ მხარესთან, ესპანურ მხარესთან, მაგრამ ყველაზე კარგი წინადადება ამ შემთხვევაში წარმოგვიდგინეს ესპანელებმა. ზარია ბატონო ირაკლი და მინდა გითხრა და ასე რომ ჩვენ ზაფხულის პერიოდში ამ თემას დავხურავთ. გისმენთ? ალო. გისმენთ. პირდაპირ ეთერში ვარ? დიახ, ბრძანდებით. გისმენთ. მოგესალმებით ბატონებო, ბატონო ირაკლი, უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. აი თქვენი დიდი შრომის უნარიანობით განსახურებით საქართველოს. ამ ხნის განმავლობაში და რასაც თქვენ აკეთებთ ჩვენი ქვეყნის და კერძოდ ვეტერანების კეთილდღეობისთვის. დღეს ჩვენ ვესწრებოდით თქვენს პრეზენტაციას და აი მინდა გითხრათ რომ ძალიან ყვაყობილები დავრჩით. ერთი თხოვნა გვაქვს რომ აი რაც შეიძლება მალე დაარტყით ლაპარაკი რომ ამ ქვეყანაში დადგეს და გაიმართოს და გამკიცდეს კიდევ ერთი ძვირფასი ობიექტი ვეტერანებისთვის რომ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ამ ქვეყანაში ვეტერანების სპეკულირება რომ დამთავრდეს ვეტერანების პრობლემებით ამ ქვეყანაში. რა თქმა უნდა და საჯილდაო ვეტერანი არ უნდა იყოს და მივიღოთ ასე ვთქვათ ის კეთილდღეობა რასაც ვეტერანთა ჰოსპიტალი ქვია. ჩვენ ავღანელები გირეკავთ კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა მოგარგებოთ. მადლობთ. დიდი მადლობა. ძალიან კარგ საქმეს ეტევით და დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. აი ლიერება მოგცეთ. მადლობთ. მე მინდა გითხრათ რომ აი რა შეღავათები ექნებათ. მინდა იცოდეს საზოგადოებამ რომ ეს ცენტრი რომელიც აშენდება უახლოეს პერიოდში როგორც მოგახსენეთ ფაქტიურად მოგცემს საშუალებას თანხები ქვეყნის გარეთ კი არ შევიდეს დამატებით თანხები მოვიზიდოთ და ის მოგება რომელიც ამ ჰოსპიტალს ექნება შესაბამისად ვინაიდან ჩვენ ვთვლით რომ ეს იქნება ვეტერანთა სამსახურის ბალანსზე აი ეს მიღებული მოგება ისევ ჩავაბრუნოთ სოციალური პროექტების და ჯანმრთელობის მოსაწილებლად ვეტერანებისთვის. კი ბატონო. ანუ პრაქტიკულად მოგება შეკრული წრე იქნება და ფულის ვალიუტის გადინებასაც აღარ ექნება ადგილი. როგორ შეგიძლიათ მომეხმაროთ ჩემო ძმებო? ერთობით, ერთიანობით, თანადგომით, იმიტომ რომ მოგეხსენებათ რომ ძალიან ბევრნი აღმოჩნდნენ სამწუხაროდ ჩემდა გასაოცრად ისეთი ადამიანები, რომლებსაც ვეტერანების პრობლემის მოგვარება კი არ დავინახე მათ მოქმედებაში, უფრო დავინახე რომ ეს პრობლემები არსებობდნენ, რომ მეტი სალაპარაკო ჰქონოდეთ. ჩვენი მიზანია რომ პრობლემებზე სალაპარაკო რომ არ გქონდეს, პრობლემები უნდა გადავჭრათ. და 10 წელი 15 წელი ეს ჰოსპიტალი თანდათან ყოველდღიურად თვალსა და ხელშუა ზიანდებოდა, უვარგისდებოდა, პრაქტიკულად პაციენტის კი არა პერსონალის შესვლაც აღარ შეიძლებოდა იმ შენობაში, მაგრამ რადგანაც ყველა უწყების ხელმძღვანელი შეგუებული იყო იმას, რომ აღარ უნდა გაეკეთებინათ ეს საქმე. გისმენთ.
ერთი ორი სიტყვის თქვა მინდა ბატონი ირაკლის გისმენთ. ერთი რაღაც მინდა უთხრა, რომ ძალიან კარგ საქმეს აკეთებს. მადლობთ. და ძალიან ისე ჩაუდგა სათავეში ამ ყველაფერს, რომ აქამდე კითხით ხელავდნენ. ჩვენ ვეტერანებს და საერთოდ ყოველგვარ ვეტერანობას პატივს არ სცემდა. არაფერი არ გვინდა, ჩვენ ერთი რაღაცის გარდა რა. ბრძოლის საშუალება მოგცემ ჩვენი სამშობლოში და მაგისთვის ვიბრძოლეთ ჩვენ რა. აი ესა და გვერდში დაუდგებით ყველა თვითონ ქართველს და თვითონ პატარიდან დაწყებული დიდ დამთავრებული რა. ამას ჩვენ ვთ ვეტერანები. ჩვენ კიდე შეგვიძლია ერთი ორი ბრძოლის გადატანა და გადავიდათ კიდევა ჩვენი სამშობლოს გულისთვის რა. ერთმა დაგლოცოთ. ეხლა თოხით, თოფის გარეშე. თუმცა ეხლა თოფით აღარ გამიხდეს საომარი მეთქი. ეხლა სოფლები ავაშენო და საზღვარი დავიცვათ ქვეყნის გარშემო ეს მიზანი. მარტო თოფით არ არის. ზოლა არის ყოველგვარი აზროვნებითაც, თოფითაც და თოფითაც რა. ყოველგვარად რათავად. გენაცვალეთ. დიდი მადლობა. თუმცა მე ვეთანხმები იმ სულისკვეთებას, რაც ბატონმა დარეკა ეთყობა, რომ ვეტერანია. სამწუხარო რეალობა რა არის, ჩვენი სამხედრო ძალები ისეთი ადამიანებისგან ცარიელდება, რომლებიც მართლაც უზარმაზარი გამოცდილება აქვს. გეთანხმებით. მეომრობისაც, ომისაც და ყველაფრისაც და ისეთ ადამიანებს იღებენ, რომელსაც იმას თავიდან უნდა ასწავლო, თავიდან უნდა დახარჯო რესურსი. ომი თუ არა აქვს ადამიანს, ნაპოლეონს ჰქონდა ესეთი სუნი არა აქვს ტყვის ის ელდა თუ არა აქვს გადატანილი ცოტა. გადატანილი ის ვერაფერს ვერ გააკეთებს, ვერ სამშობლოს დაიცავდა და ვერაფერს ვერ გააკეთებს. სამ კაცს უმატებდა ნაპოლეონი ახალ ბედას, ანუ 7 იყო ძელდა და რომ იმას ისევ ზარია. იმის გვერდში ძალიან აქტიურია დღეს ტელემაყურებელი, როგორც ყოველთვის. დიახ, გისმენთ. ალო. დიახ, გისმენთ. ალო. გისმენთ. ალო. ალო. ისაუბრეთ. ალო. გათიშეთ ზარი თუ შეიძლება. თუ შესაძლებელია რომ 1-5 წუთიანი პაუზა გქონდეს რომ გავაკეთოთ რაღაცა რეზუმე. ესევე იყო დავით თახარბაუნაძე. ძალიან კარგია. ჩვენი გადაცემა ესეთია. ძალიან კმაყოფილი ვარ, ესეთი აქტიური როა ვეტერანთა საზოგადოება, იმიტომ რომ ეს კიდევ ერთხელ იმას მოწმობს რომ მათთვის სულერთი არ არის. მათი თავი და მათი თავის მომავალი კი არა, ყველა ქვეყნის მომავალია მათთვის მნიშვნელოვანი. იცით რა არის? ადამიანს, ვისაც სიტყვაზე უნდა ექიმობა და ამ დროს ეშინია სისხლის. ის ხო ვერასდროს ვერ გახდება ქირურგი. რა თქმა უნდა. ასევეა, თუ ადამიანს არ უყვარს სამშობლო და ბუნებით მეომარი არ არის და სიყვარული თუ იმდენი არ აქვს გულში რომ მზად არის სამშობლოს სიყვარულისთვის თავი გაწიროს, ეს ჯიშია. ეს ინსტიტუციაა, ოჯახი, რომელსაც ასეთი ჯიშის ადამიანების გაზდა და გაწუხნა შეუძლია და სწორედ იმიტომ იყო რომ ცხაძმა ხერხეულიძის დედას ეჭირა ის დროშა და არ შორდებოდა თავის ლეკვებს, რომლებიც იბრძოდნენ ბრძოლის ველზე და არც ცხაძმა ხერხეულიძე, არც ამასე არაგველი გამარჯვებული ბრძოლის მონაწილეები არ იყვნენ. მათ დამარცხება თავიანთი ვაჟკაცობით დაამარცხეს პირიქით და გამარჯვებათ აქციეს. და გამარჯვებათ აქციეს. სულიერ გამარჯვებათ აქციეს. შეურიგებლობათ აქციეს და სულიერად დაკნინება და დაცემა და დაჩოქებისგან გადაარჩინეს ერი და ბერი. ხო და რამდენი ვეტერანია ეს? აი ზუსტად ეს გააკეთეს ჩვენმა ბიჭებმა. 73000 კაცი, რომელსაც შეუძლია იარაღის ხმარება, ეს არის უძლიერესი ძალა, რომელსაც სახელმწიფო უნდა მოეფეროს, მოუაროს. თან ყველაზე ძალიან რო უფრთხილდება სახელმწიფოს. უპატრონოს, ყველაზე დიდი პატრიოტები ეს ხალხი არიან, ყველაზე დიდი მამული შვილები ეს ხალხი არიან და ამ ხალხს ჭირდება რაც შეიძლება გეთახმებით. ეხლა ძლიერად. რაც შეიძლება გვერდში დგომა. მე ვიცი რომ სოფლის მეურნეობაში გახდა. პირველი მინდა გითხრათ რომ 519 ვეტერანი ყავს, რომლებსაც არ აქვს კიდურები. წლების განმავლობაში მათ ვერ ეძლეოდათ საშუალება რომ პერსპექტივა მაინც ქონდათ რომ ნორმალური პროტეზები ექნებოდათ გადაადგილების. ეს როდესაც შევისწავლეთ ეს ვითარება და შევხედეთ რომ ჩვენ შეგვეძლო ამის აწევა პერმანენტული ეტაპობრივი ფორმით, რომ ჯერ ორი კიდური რო აქვს და მუხლზევით მოკვეთილი იმას, მე ასე შემდგ და სიმწვავის და სირთულის მიხედვით და ფასის მიხედვით რო გაგვეიაფებინა. ჩვენ უკვე ამ წლის განმავლობაში 80 ვეტერანს გაუკეთებთ ახალ თანამედროვე ტიპის პროტეზს, რომ როგორც მითხრა ჩემმა მეგობარმა დავით ახრახაძემ, სამმართველოს მოადგილემ იმერეთის მხარის რომელიც ერთადერთი მეომარია მე მგონი რაც გამეგონია რომ უფეხო კაცი ბრძოლაში ომობდა თავიდან ბოლომდე აფხაზეთში. ერთი ფეხი არ ქონდა და ჩემთვის არის ვაჟკაცობის და გმირობის მაგალითი
დათო გესალმები, დიდი პატივისცემით. ამ კაცმა ასე მითხრა, თვითონ რომ სჭირდებოდა პროთეზი. დავით მითხარი მეთქი, რამდენად განსხვავდება ეს პროთეზი ძველი პროთეზებისგან. თუ ავიღებთო ბატონო ირაკლიო 10 ბალიან სისტემასო, მაშინო 8 ბალით შეიძლება შევაფასოთო. დღეს რა პროთეზებსაც ვაკეთებთო, წინა პროთეზები 2 ბალიანი იყო. აი ეს განსხვავება მინდა იცი. ირაკლი, 3 ზარი გამოვტოვეთ, იმიტომ რომ თქვენ კი ბატონო. თვის მომეცა საშუალება რომ აგეხსნათ, იმიტომ რომ ისე გამოდის მარტო კითხვა პასუხის პასუხების საშუალებაც მქონდეს იმას რომ. გისმენთ ბზანე? მე შეგადაშიგ რაღაცებს ვიტყვი ხოლმე, ეს 80 პროთეზის თემა გითხარით. შესაშემოსავლოს თემა ჩვენ დაყენებულა, კიდევ ერთი უსამართლობა და კიდე ერთი კი არა რამოდენიმე, გისმენთ? ალო. გისმენთ? საღამომშვიდობისა ისმის ჩემი ხმა? კი, ისმის. დიახ, ისმის. მადლობა მინდა მოგახსენოთ ბატონო ირაკლი, მე გახლავთ ჩუღურეთის ვეტერანის მეუღლე, ჩუღურეთელის მეუღლე და დიდი მადლობა. ამ რაიონის თქვენმა თანამშრომელმა ბატონო სომაიამ დამეხმარა ძალიან, დამაკავშირა თქვენ დეპარტამენტს, მივიღე ფულადი დახმარება, ჩემ მეუღლეს გაუწიეს ლანცეტში ძალიან დიდი კარგი გამოკვლევები, რაც ამდენი ხნის მანძილზე არასოდეს არ ყოფილა არანაირი მადლობთ. დაგვიფინანსეს წამლები, გულთან მიიტანეს ჩემი ოჯახის გაჭირვება და იმედი მაქვს, რომ გაგრძელდება ეს დახმარებები და რაღაცა გაგრძელება არა, გაუმჯობესდება კიდევ ქალბატონო. დიახ, ძალიან გაუმჯობესდება. იქნები თუ ვეტერანებს მიაქცევთ ესეთ ყურადღებას. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი ადამიანი, სოსო სომაია, რომელიც გვეხმარება ყველაფერს. კარგი რომ არის, იმიტომ არის ჩვენი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ჩუღურეთში. რაღაც გვითხრეს, რომ რაღაც სოფელი შენდება საზღვართან ახლოს, სადაც იქნებიან ვეტერანების ოჯახები, თვით ვეტერანები დასაქმებულები და ჩვენი მეუღლეები, პირადად ჩემი ქმრის, მეგობრის თოლებიც, ოჯახები, ბავშვებიც კი გახარებულები არიან ამით, რომ მათი მამები დასაქმებულები იქნებიან 22 ლარზე შვილებს ცხვენიათ, რო თქვან, რომ მაგათ მათი მამები იბრძოდნენ და 22 ლარი აქვთ დახმარება. სამართლო და ეხლა ამდენი წლის მანძილზე რაღაც ყურადღება მიექცა ამ ხალხს და თვითონ ეს ვაჟკაცები, მე ესე ვთვლი, რომ ისინი ვაჟკაცები არიან. რა თქმა უნდა. ძალიან დაჩაგრულები არიან, მათთვის არ არის არანაირი სამსახური და ეხლა იმედის ნაპერწკალი ჩაესახათ. ელოდებიან ამ გოსპიტალს და მე პირადად, როგორც ვეტერანის მეუღლე, მადლობას გიხდით თქვენ და თქვენ დეპარტამენტს ამისთვის. დიდი მადლობა ქალბატონო. ვთქვით, რომ იბრძოლოთ ამ ხალხისთვის. მადლობა. დიდი მადლობა. მინდა გითხრათ საზღვრისპირა რეგიონებს რაც შეეხება კიდევ ერთხელ გამომართო ეს პროექტის იდეა ეკუთვნის უწმინდეს და უნეტარეს ჩვენს პატრიარქს. მისი ლოცვა კურთხევით გვაქვს ეს პროექტი დაწყებული. ამჟამად ჩვენ მუშაობთ პროექტზე და ხელშეკრულების პროექტზე, რომ გარდაბნის რაიონში ერთობლივი ძალისხმევით ებრაულ ქართული ჩვენი ხელისუფლებისა და ებრაელების თანამშრომლობის განხორციელდეს ამ სოფლის მშენებლობა, რაც მიზნად ისახავს რას და რატომ. დღესდღეობით ბატონო მალხას, ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდობა ქვეყნიდან გარბის. კი ბატონო. ვისაც ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს, ამ პროფესიონალური გამოცდილება, ისიც გარბის, იმიტომ რომ უკეთეს ანაზღაურებას მიიღებს სხვა ქვეყანაში თუ დაფუძნდება. შობადობას ძალიან აჭარბებს სიკვდილიანობა. საზღურის პირა რეგიონები მთლიანად მოშილიფებული გვაქვს, ფიზიკურად არ ცხოვრობს იქ ხალხი. 1/4 ტერიტორიაზე ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ენა სრულყოფილად არ ვრცელდება. 1.2 მილიონი სოფლის მეურნეობის პროდუქტს ყიდულობთ, ვიდრე ყიდით, ანუ მინუსში ვართ 1.2 მილიონის. ჩვენი საკვებიც კი ჩვენთვის საჭირო საკვებიც კი არ გაგვაჩნია, არათუ ექსპორტზე გასატანი. ამხელა გადინება ხდება ვალიუტის ჩვენი ქვეყნიდან. ამას გარდა საზღვრებზე ტერიტორიული რეზერვი არ არსებობს. საერთოდ ის სარეზერვო სისტემა, რაც მოჩვენებითი შექმნა წინა ხელისუფლებამ, რეალური ეს რეზერვი არაფერი შედეგი არ მიუღია. რა თქმა უნდა, უზარმაზარი თანხა გადაიყარა და არანაირი შედეგი 2008 წელმა გამოაჩინა ყველაფერი გეთანხმებით, თუმცა
ცხრეებსო თუ სარდლობს ლომიო იოლა დაამარცხებენო ლომებსო რომელსაც სარდლობს ცხარიო აქ უფრო სარდლის ცხარობაზე იყო საქმე მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არის copy paste პირდაპირ აი ესე გადმოსაღები ებრაული გამოცდილება და ამაზე 6 დღის წინ მითხრა უწმინდესმა რომ მაგრად ჩაჭიდა ხელი იმ ებრაელებსო იმიტომ რომ კიბუცებმა გადაარჩინა ისრაელიო გარშემო უამრავი მტერით გარშემორტყმული ახერხებს დაიცვას თავის საზღვრები უფრო მეტად იყვნენ მეზობლები მასზე დამოკიდებულნი ვიდრე თვითონ მეზობლებზე 91 მილიარდი დოლარის სოფლის მეურნეობის პროდუქტს და პროდუქციას ყიდის ისრაელი ქვეყნის გარდა იმისა რასაც თვითონ მოიხმარს სანამ და ეხლა წარმოიდგინეთ ამას ახორციელებს ქვიშაზე უწყლოდ ენერგორესურსების არქონის გამო ჩვენ რამდენად წინ ვართ ამის განსახორციელებლად ჩვენ უბრალოდ გვჭირდება ამის დანერგვა და ჩვენ ამაზე უკეთესი შედეგები გვექნება და გვექნება აუცილებლად დიახ გისმენთ მე ის მინდა დავაფიქსირო ჩემი აზრი რა დიახ ალო გისმენთ ის საუბრობს ბატონი ირაკლი ახლა უყურებ ტელევიზორში რა თქვენ ისაუბრეთ ბატონო თქვენ ისაუბრეთ ის დაგვიანებით მოდის ხმა თქვენ ბატონი ირაკლის სამინდან ისრაელი ახსენა რამოდენიმეჯერ და ისრაელის გამოცდილება რომ გადმოიღოს ჩვენმა ხელმწიფეებმა ისრაელში ვერ ნახავთ თანამდებობაზე პირს რომელიც არ არის ომში ნამყოფი და ასეთანიშნულების რასში ნამსახურები ყველა ვეტერანია ძალიან კარგი იქნება რომ ჩვენმა ძალიან მართებული შენიშვნაა თქვენ მხრიდან მინდა დიდი მადლობა უთხრა ბატონი ირაკლის მივდიოდი იმ ვეტერანთა დეპარტამენტში ფეხს ვითრევდი მაგრამ ისეთი სიტუაცია გამხდა რომ აი კიდევ გამოფინანსეს და არც ლოდინი დამჭირდა, არც არავისი ხვეწნა დამჭირდა, არაფერი. მაგრამ ძალიან ძლიერი მენეჯერია ბატონი ირაკლი და ეგრეთ თუ გააგრძელებს, ალბათ დაუნახავი უნდა იყოს ის ადამიანი, ვინც ვერ დაინახავს ის ვეტერანი ამ გვერდში დგომას და ამ რა ვიცი, გაიხარეთ. დიდი მადლობა. მადლობა. გააგრძელეთ თხოვთ. ამიტომაც ამ საზღვრისპირა რეგიონებთან მიმართებაში ძალიან ცუდი ხატულებები მივიღე ადამიანებისგან ალბათ არ ვიცი ეს რისგან არის გამოწვეული რატო იმიტომ იცით რა არის თუ ჯერ კიდევ როდისღეროდა გოგი დოლიძე რომ შემოვაქსოვოთ საქართველოს ჯაჭვის პერანგი ეს არის თქვენ რასაც ბრძანებთ არის ჯაჭვის პერანგი ჩვენ გვაქვს 25 ადგილი ნანახი საქართველოს მასშტაბით 38000 ვეტერანი 28000-ის თანხმობა გვაქვს ამ ადგილ მით უმეტეს ახლა და 28000 ოჯახი მზად არის წავიდეს მათ ეყოლებათ საქონელი ისინი მიხედავენ ოჯახს ეს იქნება ძალიან რა იყო ხევსურეთი ხო ეს იყო ამ პრინციპით და ჯალელი რა იყო ხევსურეთი თუშეთი სვანეთი ამ პრინციპით იყო ხევსბერის ინსტიტუტი განთავისუფლებული იყო ზუსტად ეს გზა უნდა გამოიყვანა მაგრამ ვინც ამაში გეწინააღმდეგებათ მე პირადად იმას შევეწინააღმდეგებ გისმენ ქვეყანაში და თავდაცვის სამინისტრომ თითქოს გამოაცხადა რომ რაღაც რეზერვის თაობაზე მუშაობს მაგრამ მე მგონი ვეტერანები არ არიან ის ხელწამოსაკრავი ფენა რომელსაც არ შეუძლია ახალგაზრდა თაობას რეზერვის თემაში რაღაცეები ასწავლოს და მაინტერესებს თქვენი პასუხი ამაზე, იმიტომ რომ ვეტერანების სახელმწიფო სამსახური ასე თუ ისე ამ სარეზერვო სისტემაში უნდა იყოს ჩართული. მეთანხმებით. მე გეტყვით ერთ რამეს სამწუხაროა, მე არ მინდა ხა ცუდად გამომივიდეს ნათქვამი და არ მინდა სხვანაირად იყოს გაგებული, მაგრამ ჩემი ყველაზე მონათესავე სტრუქტურა სამინისტრო, როგორც ვეტერანთა სამსახურის არის და უნდა იყოს თავდაცვის სამინისტრო. რა თქმა უნდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ თავდაცვის სამინისტროში ძალიან ბევრი ვეტერანი დღეს მოქმედი ოფიცერი და საკონტრაქტით დაკავებული პირია. და ძალიან ბევრია დღესდღეობით ავღანეთში და ერაყში გამოვლილიც. მაგრამ სამწუხაროდ თლად ჯეროვნად ძალიან ბევრი ვეტერანი განათავისუფლეს მე და გითხრათ თავდაცვის სამინისტრო და ეს ალბათ მალე გამოსწორდება და ძალიან ბევრი ვეტერანის პრობლემა გვაქვს ვაზიანში რომელიც თავდაცვის სამინისტროს ბალანსია და 17-12 წელიწადია ცხოვრობენ მაგრამ აი მუშაობის პროცესში თლად კმაყოფილი ვერ ვარ შეიძლებოდა რომ ეს უფრო სწრაფად განგვეხორციელებინა რომ თან ვეტერანებს თავი და ჰქონდათ განცდა რომ თითქოს არ ვიღაცამ გაავრცელა იქ ინფორმაცია რომ შიხიაშვილს შეუძლია ორდერები დაგირიგოთ და არ გირიგებთო
ადამიანები თავშივე იყვნენ შეცდომაში შეყვანილი, იმიტომ რომ ეს იყო თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაში მყოფი შენობა, რომელშიც დიდი ხანია დაკავებულები და მე მქონდა ქალბატონ თინასთან შეხვედრა და ვისაუბრეთ რომ ამ ადამიანებს გარეთ გამოყვანას ხომ არ უპირებთ. ჩვენ სადღაც ხო ქუჩაში ხო ვერ დავყრით არა. მაშინ ბარემ რომ მოხდეს ამის ბალანსიდან ბალანსზე გადაცემა, ეს მოგცემდა საშუალებას რომ მე მეტი შესაძლებლობებით მეზრუნა ამ შენობის რეაბილიტაციაზე ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად და დღეს რომ ქარიზუზუნებს თითოეულის სახლში და წვიმა ჩამოსდის და კანალიზაციაც სახლში ამოსდით ფეკალური მასები აი ამისგან ამ ადამიანებს გამათავისუფლებდი. იმედი მაქვს რომ თავდაცვის სამინისტრო უფრო ეფექტურად და ოპერატიულად დაიწყებს ამაზე ზრუნვას, რათა მეტი კომუნიკაციის ხარჯზე ჩვენ მოვახერხოთ ვეტერანების და მომავალი ვეტერანების სწორედ თავდაცვის სამინისტროში არიან, რომლებსაც მეტი გამბედაობა და სიმტკიცე აქვს მეომარს, როცა იცის რომ როცა ვეტერანი გახდება, ან საბრძოლო მოქმედებების დროს მას თუ რამე შეემთხვევა, რომ მის ოჯახს ან მას დაინვალიდების ან რაიმე პრობლემის შექმნის შემთხვევაში კარგი კურნალობის საშუალება აქვს, დასაქმების, რესოციალიზაციის, გამყარებული იქნება ეს ადამიანი და უფრო გამბედავით რჩება ბრძოლის ველზე. როდესაც ის მიტოვებულია, როცა ზურგი მოშლილი აქვს ფრონტს, ასე ვთქვათ, იქ ბრძოლა ყოველთვის რთულდება. ამ შემთხვევაში ვეტერანთა სამსახური არის მოქმედი ჯარისკაცებისთვის, არის და უნდა იყოს ზურგი, იმისათვის რომ ის იყოს იქ გამბედავი, ის იყოს თავის მოწოდების სიმაღლეზე, იმან არ იფიქროს არაფერზე, იმაზე მეტი, ვიდრე იზრუნოს და დაიცვას თავის სამშობლო, ვინაიდან არსებობს სამსახური სახელმწიფოს მიერ შექმნილი, რომელიც ზრუნავს მომავალში მის საზოგადოებაში სრულ ინტეგრაციაზე, კურნალობაზე, რეაბილიტაციაზე და მისი ოჯახის წევრების კეთილდღეობაზე. აი ასეთი ფორმულა არის შექმნილი ზუსტად ისრაელში და იმიტომაც არის დღეს მანახა ჩემმა მეგობარმა Facebook-ში ესეთი ინფორმაცია რომ სირენის ხმა რომ იყო დანგაშის ისრაელში რომ დაბომბა უნდა მოხდარიყო ვერ მოასწრო თავშესაფრის ბავშვი რო აქვს ჩახუტებული და მეგობარი რო გადაეფარა მეგობარი საერთოდ უცნობი ადამიანი მივიდა და გადაეფარა იმიტომ რომ ის მისთვის ყველაზე საყვარელი და მნიშვნელოვანი იყო და აი ასეთი ერთობა რომ გვექნება და თუ ვინმეს დაუშვათ რაღაცას დაუშვა რა თქმა უნდა თუ ვინმეს ფსევდო პატრიოტიზმის არმას აიხლა ნაციონალური მოძრაობა რო რაღაც სულელებს აკეთებს ვითომ პატრიოტები არიან სინამდვილეში ერთი ფეხი რო დაუბაკუნო ჩირგვებში ისე შეასრებენ ერთმანეთს რომ ვერ დაინახავ ერთ-ერთს იცით რა არის ეს ჩანს და მსტოვრებით და ჩამშვებებით რო არის ჩანს და იგრძნობა და ყალბიც ყოველთვის თვალსაჩინოა და იმასაც ხედავ ჩვენი მიზანი არის რა დღესდღეობით აი დიდი რწმენა დაკარგულობა იყო ვეტერანებში ძალიან ბევრი შრომა გვჭირდება ჯერ მარტო ამის დასაბრუნებლად მე როდესაც გამოკითხვა გავაკეთე ამ გამოკითხვის დროს ყველა იძახდა რა 22 ლარი გაგვიზარდა რა თქმა უნდა ეს სასაცილო და სამარცხვინო ციფრია ეს 22 ლარი და სიცხევილია ეს 22 ლარი მაგრამ ვეტერანებმა იცით რა მოითხოვეს პირველი იმ ჩამონათვალში ღირსებისა და პატივის აღდგენა მეორე ადგილზე არის დასაქმება მესამეზე არის ჯანმრთელობის მოწესრიგება და მეხუთე ადგილზე არის სოციალური დახმარებები ამიტომაც ეს ხალხია რომელსაც ლაპარაკი იმაზე რომ დამეხმარე უჭირთ ამ ბიჭებს უნდა თქვა მომეცე საშუალება რომ ვემსახურო საქართველოს ჩემს მომეცე ანკესი რომ დავიჭირო თევზი მე თვითონ არ მინდა შენი თევზი შენი შემწვარი და მოხრაკული მე თვითონ გავაკეთებ მე მინდა მქონდეს ღირსება და პატივი ბრუნდება მაშინ როცა შენ ხარ შენი ცხოვრების შემომქმედი როცა სხვასთან ვინც არ უნდა იყოს თუნდაც შენი სახელმწიფო არ ახარ ხელგამოწვილი და მათხოვლულ მდგომარეობაში შენ უნდა იყო იმ ქვეყნის პატრონი და არა აბსტრაქტული რაღაცა ჯგუფი რომელიც ეუბნება რომ მე ვარ მთელი ქვეყანა და მე უნდა გაძლიო შენ რაღაც გარკვეული თანხა თუმცა ვისაც რომ არ შეუძლია მას 22 კი არა 300 400 500 ლარი უნდა ჰქონდეს იმისათვის რომ მისმა ოჯახმა დაინახოს რომ ჩემმა მეუღლემ, ჩემმა მშობელმა თავის ჯანმრთელობა რომ შეეწირა ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას სახელმწიფო უფასებს, რომ ის მინიმალური მაინც აქვს, რომ ოჯახში შემომტანი იყოს გარკვეული დოვლათის. ის არ უნდა გზნობდეს თავს ტვირთად თავისივე ოჯახში ის ვეტერანი.
იმიტომ რომ შვილი თუ ხედავს რომ მამაჩემა თავისთვის თავის ჯანმრთელობა შეეწირა ჩვენს ქვეყანას ან სიცოცხლე და მე რა შვეტერანი უდრის სიღარიბეს ის არის ბრძოლებს ქვეყანისთვის იმისთვის სამშობლო იქნება სადაც იქნება კარგი ადამიანი წარმატებული ღირსეული დაფასებული საზოგადოებაში და არა აი ამიტომ უბრალოდ უსახსროთ აი გალბატონმა 22 ლარი ანუ ვეტერანი არ უნდა იყოს საწყალი და საცოდავი ვეტერანი უნდა იყოს მაგალითი მეომარი და საქართველოსთვის სამაგალითო ადამიანი ყველანაირად და საზოგადოება უნდა წემდეს პატივს და ერთი რამ არის კიდევ როდესაც ჩვენ დავიწყეთ აი ამ პროექტების განხორციელება სამწუხაროდ ასეთი ადამიანებიც აღმოჩნდეს რომლებმაც მერე გაიხსენეს ჰოსპიტალი რომლებიც თავის დროზე შეიძლება დიდ თანამდებობებზეც იყვნენ და მინისტრებიც და ის ამავდროულად დიდი ხანია ესეც მდგომარეობაში იყო ის ჰოსპიტალი მაგრამ რატომღაც ეხლა გახდა ეს საინტერესო მინდა უთხრა ყველას ჩემთვის განსხვავებული აზრი ექნება ვეტერანს სხვა პოლიტიკური მრწამსი ექნება ისე სხვა შეხედულებები ექნება ჩემთვის თანაბარია ყველა ვეტერანი და თუ რაიმეს გაკეთება შეუძლებ თითოეული ვეტერანზე ერთნაირად გავრცელდება რაც შეეხება ჰოსპიტალს მინდა იცოდეთ ის ჰოსპიტალი 2008 წლიდან ვეტერანთა ჰოსპიტალი არის ხო მას მარტო სახელი ჰქონდა შენარჩუნებული ამ ჰოსპიტალის მაგივრად ჩვენ გვექნება სამკურნალო სარეაბილიტაციო ცენტრი კი საშინელებათა ფილმის გადაღებისთვის არის საჭირო ის შენობა ალბათ და მინდა იცოდეთ იმიტომ დავიწყეთ მოქმედება რომ ანუ გულგრილად რაღაცის ყურება დანაშაულია გულგრილად იმის ყურება რომ აი ეს უნდა გქონდეთ ვეტერანს და აი ასეთი ფორმით უნდა ხდებოდეს მათი მკურნალობა ეს დანაშაულია ჩვენ ეს ამას არ უნდა შევეგიოთ და უნდა შევქმნათ ახალი კარგი რომელიც ეკუთვნის და სჭირდება ვეტერანებს ეს არ სჭირდება და არ ეკუთვნის ვეტერანებს და თუ ვინმეს არ სჯერა რომ ეს კეთდება ღიაა ჩვენი კარი ნებისმიერ დროს შეუძლია მობრძანდნენ და არ არის საჭირო რაღაცა კრიტიკასაც მივიღებთ განსხვავებულას და მოსაზრებასაც მივიღებთ მაგრამ არ წარმოვაჩინოთ მავანის თვალში თითქოს ჩვენ რაღაცა დაპირისპირებულ ბანაკებად დაყოფილი ჯგუფი ვართ ვეტერანები ღმერთმა დაგვიფაროს ზუსტად ამას იყენებდა ძალიან ბევრი პოლიტიკური ძალა იმისთვის თავის დროზე რომ საჯილდაო ვქვათ ექციათ ვეტერანები და მე ევაჭრათ ხმებისთვის ადგილებზე სიებში და ასე შემდეგ ჩემი მიზანი არის რომ დავასაქმოთ ვეტერანები და ჯანმრთელობა მოუწესრიგოთ ვეტერანებს. ამისათვის დაწყებულია ის პროექტი და ის პროექტი გეუბნებით აუცილებლად განხორციელდება, იმიტომ რომ რაც მე ჩამოთვალე ის უბედურებები რაც გველოდება 25 წლის პერსპექტივაში ჩვენ შეიძლება ეთნოსი როგორც ასეთი ჩვენს ქვეყანაში ვიყოთ უმცირესობა და ჩვენს ქვეყანაში ჩვენ აღარ ჩავატაროთ ჩვენმა მეზობლებმა ჩაატარონ არჩევნებიც. ეხლა რომ თავს ვიკლავთ 24 საათი ამ არჩევნებზე ფიქრით. და 25 წლის პერსპექტივაში ძალიან მუქ ფერებში არ ვხატავ, მაგრამ სინამდვილეს ვიტყვი. დემოგრაფიულად კატასტროფა ძალიან ცუდ, ალბათ თემურლენგის დროს ვიყავით ესეთ საშინელ მდგომარეობაში და სწორედ ეს ჯებირია და როგორც ბატონმა მალხაზმა თქვა, ის აბჯარია მოსაქსოვი ქვეყნისთვის, რომელიც ძალიან ჭირდება, სასწრაფოდ ჭირდება ჩვენს ქვეყანას და თითოეული ვეტერანის მხარდაჭერა მჭირდება. თითოეული ვეტერანის ხმა მჭირდება. თითოეული ვეტერანის მხარი და გვერდი მჭირდება თანადგომისთვის, იმისაც რომ ეს პროექტი ჩვენ ერთად გავაკეთოთ, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავლისთვის და არა ერთმანეთს უძახოთ, რომ ეგ სისულელია, ეგ არ გამოვა. ჩვენ მე არ უნდა გავაკეთო ის მარტო. ეს საქართველოს მარტო ჩემი არ არის. თითოეული ჩვენთაგან ის არის და ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ. ყველამ ერთად უნდა მოვიდომოთ. შეუძლებელი არაფერია. სპეციალისტები, რომლებმაც ამის გაკეთება იციან, ყავს და ნაპოვნია, გამოცდილება, რომელიც უზარმაზარია ქვეყანას, ვიცით და ინვესტიციის შემოდინება შესაძლებელია, სახელმწიფოს ამაზე სწორი და სამართლიანი ხედვა აქვს და მხარდაჭერა გვაქვს, მითხარით რატომ ვერ უნდა გამოვიდეს. გავაკეთებთ ყველაფერს. ზარია, დიახ გისმენთ. ალო. დიახ გისმენთ. ბატონო ირაკლი გამარჯობა. მოგესალმებით. მე მინდა ბატონო ირაკლისთან ფის საკითხზე დაველაპარაკო. ზამე ბატონიდან მაწუხებ. დიახ. ბატონო ირაკლი გამარჯობათ. მოგესალმებით. გისურვებ ჯანმრთელობას ყველას ფერმერებს. მე ბატონიდან გაწუხებ ბატონო ირაკლი. დიახ. ჩვენ როცა ავღანელთა მემორიალი შემომასკენით. გავხსენით, დიახ, მახსოვ ხართ. კი. მახსოვ ხართ. შეგვთით. დევნილთა სამინისტროსთან რომ იყო დასალაპარაკებელი თემა გადასაწყვეტი. ხო მაგაზე მესაუბრებით.
მეორე დღეს თუ მესამე დღეს გამოვაგზავნე ის ბატონი, მაგრამ მე მგონი იმის მაგივრად რაღაც რო გაეკეთებინა, უფრო მოგიშალათ ნერვები, ხო? კი, რასტონი რაღაცები და დაპირებები დაიძა. უმორჩილესად ხო, ბატონი ირაკლი, თქვენ საქმის კურსში ხართ ყველაფერში და თქვენ ამოდგომას ვითხოვთ რამეფლად თუ ჩამოვალ თბილისში და მინდა თქვენთან შეხვედრა, ხო და მაგ საკითხზე უფრო სერიოზულად შეიძლება უფრო ადრე მე ჩამოვიდე, იმიტომ რომ გეგმავ ორშაბათს ან სამშაბათს აჭარაში ჩამოსვლას. და მინდა უთხრა თითოეულ ვეტერანს უახლოეს პერიოდში თითოეულ რაიონში, აქამდე ხო თითოეული რეგიონი მოვიარე. ეხლა თითოეულ რაიონში ჩამოვალ, თითოეულ რაიონს ვესტუმრები და ადგილზე შევისწავლი კიდევ ერთხელ იმ სიტუაციას, ადგილზე მე პირადად გეტყვით რა, როდის და როგორ უნდა განხორციელდეს და თქვენ გარამჭირდება ჩემო სულიერო ძმებო. მე უახლოეს პერიოდში ვიქნები აჭარაში, რომ მინდა ხულოდან და მოვყვედა, ჩამოვიდე ისე ბოლომდე ყველა ველოდებოდი რომ ცოტა გამოზამთრებული იყო რომ თვითონ ადამიანებს ქონდათ საშუალება, იმიტომ რომ ეს შეხვედრები კლუბებში და დაწესებულებებში არ მინდა ქუჩაში შეხვდებით პირდაპირ ეზოებში, სახლებში, იმისათვის რომ მეგობრებს და თანამებრძოლებს როგორც ეკადრება, ისე ვისაუბროთ და ისე მოვიფიქროთ ყველა ის საქმე, რაც გასაკეთებელი გვაქვს. ამის გარდა მინდა იცოდეთ, ფასდაკლების სისტემაზე ვიწყებთ მუშაობას, ებრაული ჯგუფი მუშაობს ამაზეც და მე მინდა რომ მევთხოვე ჩემს მეგობრებს, ებრაელ მეგობრებს, რომ თვითონ გააკეთონ პრეზენტაცია თუ რა სერვის და რა ფასდაკლების სისტემას თავაზობენ ვეტერანებს სხვადასხვა მიმართულებით, რომ ვეტერანმა მიიღოს 10, 20, 30%-იანი ფასდაკლება და კიდევ რა ღონისძიებებს გეგმავს Georgia for Veterans, ანუ საქართველოს ვეტერანებისთვის ასეთი ორგანიზაცია შეიქმნა, ჩვენთან მას თანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული და ძალიან საინტერესო პროექტები აქვს ჩაფიქრებული მათაც და თვითონ მინდა რომ ეხლა ამ წუთას მიდის კონკრეტული მუშაობა, ჩვენ მივეცით პერსონალური ინფორმაცია თქვენივე თანხმობის საფუძველზე, პატრიოტებო, თქვენი დიდი მხარდაჭერის და ენთუზიაზმის საშუალებით მოგვეცა ამის განხორციელების უნარი და ცოტა ხანში ალბათ კი არა დიდ შეკრებას გავაკეთებთ, სადაც ყველა ის პროექტი, როდის, როგორ და რა შედეგით, მოსალოდნელი შედეგით იქნება ყველაფერი ამის შესახებ მოგაწვით ყველა ინფორმაციას. თუმცა მთელ საქართველოს ვეტერანებს მინდა უთხრა, რომ ყველა რეგიონში გესტუმრებით უახლოეს პერიოდში, რომ მომიწიოს ორი კვირა მანქანაში ცხოვრებაც. დიდი მადლობა. თუ შემდეგ იზარია შემოუშვით თუ არა და ცოტა ხანს გვაცალეთ მაშინ საუბარი. ბატონო ირაკლი, თქვენ ბრძანეთ რომ რეგიონებში იყავით და რაიონებში იყავით. ანუ ეს ვეტერანთა როგორ არის ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურს აქვს თავისი განყოფილებები ყველა რეგიონში და რაიონში და რამდენი კაცია დაახლოებით მაგალითად. ანუ ჩვენი სისტემა ესეთია, ჩვენ გავაკეთეთ ესეთი სტრუქტურა. როცა მივედი, არ ვიცი, იცით თუ არ იცით, ინტერნეტი არ დამხვდა სამსახურში და შტატები მე ისიც ვიცი რომ ოფისი არ აქვს და შეფარებული მაგრამ გვექნება ასეც ვიღაცის თავშესაფარში ხართ. ხო, გვარდიას ვართ შეფარებულები, მადლობა გვარდიას, შემოევლოს ბატონ ლევანსაც ჩემი თავი, მაგრამ ჩვენ გვექნება უახლოეს პერიოდში ძალიან კარგი ოფისი ვეტერანებს. ვიღაცებმა იმაზეც დაიწყეს ლაპარაკი შიხიაშვილიო თავის ოფისი კეთებსო და მინდა უთხრა რომ დღეს თბილის მე მიამაყება და ხმამაღლა შემიძლია ვთქვა დღეს თბილის აქვს ერთ-ერთი ულამაზესი შენობა საკრებულოს შენობის სახით და მეც პატარა წვლილი არ მიმიძღვეს რომ დღეს ეს შენობა არსებობს ძალიან ლამაზი სავიზიტო ბარათი ჩვენი თვითმმართველობის და ჩვენი ქალაქის ბატონო თითქოს ყველა ღონისძიება იქ ტარდება. პატარა მონაწილეობა არ მიმიღია ამ შენობის რეაბილიტაციაში, მოგეხსენებათ, მაგრამ იმ შენობაში მე არ შევსულვარ. ასე რომ თუ რაღაცა შენობა შენდება, გამორიცხულია საჯარო სამსახური შენთვის გაირემონტო. ეს რჩება და ექნება ვეტერანებს, სანამ მე მექნება უფლება რომ ვიყო ამ სამსახურის ხელმძღვანელი, ბუნებრივი ვარ, ვიშრომებ მე იქ. მერე ვისაც მისცემს უფლებას ვეტერანები და ქვეყნის მთავრობა ბუნებრივია გააგრძელებს ის. მაგრამ ეს შენობა დარჩება როგორც ვეტერანების სახლად, სადაც ვეტერანებს ექნება სიამაყის განცდა, გინდა სტუმრის მიღების და გინდა სხვადასხვა ღონისძიების ჩატარების, იქვე იქნება ვეტერანთა კლუბი,
და კაფე ალბათ, სადაც მიიღებენ. სადაც აი ამ სადაც მინდა რომ ახალგაზრდები, სტუდენტები, უფროს კლასელები მოდიოდნენ და სხვადასხვა ინფორმაციებს ცოცხალი გმირების შესაბამისად არა ცოცხალმა ადამიანებმა მოუწყვეტ. კი ბატონო, მაგრამ და პლუს რეტროსპექტივაც ხდებოდეს ამ ზარია დიახ გისმენთ? დაიწყო აი რიაკლი. გისმენთ? ზანეთ ბატონო. ალო. დიახ. ბატონო ირაკლი. გისმენთ? გამარჯობათ. გამარჯობათ. ჩვენ ერთად ვიყავით იახუბულაშვილთან. ო, გაიხარეთ. ო, და ერთი რაღაც მაინტერესებს. რომელი ხარ? ვეტერანების უბრალოდ აი ისევ და ისევ იმას ვამბის, ანკეტები შევას, აი ჩვენი მდგომარეობას, აი რამე თუ ეშველება, როგორ გამოსწორდება, ბევრი უმუშევარი დარჩა ვეტერანი. ბევრს კიდე რა არის, 500 ლარზე ზევით ხელფასი რო გაქვს, 22 ლარს იკავებენ. არ აძლევენ. იმ პატარა მიზერულ თანხასაც. არის აი როგორ იქნება რანაირად ეს. მართალი ხარ, ჩემო კარგო, ძალიან ბევრი რამე გვაქვს გასასწორებელი. ჩვენ დაყენებული გვაქვს ეგ ინიციატივები, დაყენებული გვაქვს და იცი რომ თუ რამის გაკეთება მინდა, გაჩერება არ მიყვარს. სანამ არ გავაკეთებ ბოლომდე. ყოველ შემთხვევაში მანამდე არ მოვეშვები და მე ზუსტად ვიცი ეს ყველაფერი. უბრალოდ ინიციატივა მე იმიტომ კი არ დავაყენე რომ ვალი მოვიხადე. ბუნებრივია, თuliდი სწორად რომ ეს უნდა გაკეთდეს, მაგრამ საქმე იმ მდგომარეობს რომ ობიექტური სინამდვილეც ვიცი ჩვენი შესაძლებლობების, ბიუჯეტის და აქედან გამომდინარე თუმცა მიმაჩნია რომ შეიძლება რაღაცეებში რომ იხარჯება თანხა იმის მაგივრად ამ მიმართულებით გამოიძებნოს რა ეხა ბევრი არ ყავს ადამიანი ქვეყანას რომელსაც 73000 ვეტერანი ყავდეს და 73000 ხო 73 ადამიანის მიხედვა სახელმწიფოს ვალია ელემენტარულად მე ირანში ვარ ნამყოფი და ნანახი მაქვს კედლებზე რამხელა პლაკატებია როგორც ვეტერანების ისე გარდაცვლილი ადამიანების რომლებსაც გმირულად შესწირეს საკუთარი თავის სამშობლოს ირანი პატრიოტიზმით აღსებული ქვეყანაა და ამან გააძლებინა ირანს გადაატანა ემბარგო და ათასუბედურება და დღეს წელგამართულია ერთმუშტად შეკრული ნაციაა იმიტომ ერთმუკრად შეკრული ნაციაა და პატივსცემენ თავის ვეტერანს და თავის გმირებს ვეტერანები განსაკუთრებით ძლიერები არიან ირანში მეომრები რომლებსაც საბრძოლო ოპერაციებში აქვთ მიღებული მონაწილეობა და უზარმაზარი დახმარება აქვს სახელმწიფოს მხრიდან. ახლა მოდი ევროპისკენ გადავიდეთ. საფრანგეთში ცოცხალი ძეგლები არიან ადამიანები, ვინც უცხოურ ლეგიონში მსახურობენ. კი ბატონო. აი ცოცხალი რომ მოდის უცხოური ლეგიონის ფორმაში ჩაცმული ოფიცერი, ფრანგი ხალხი მას უყურებს როგორც მოსიარულე ძეგლს, ლეგენდას. კი ბატონო. და თუ რამე პატივისცემა შეიძლება გამოხატოს მის მიმართ, ყველა პატივისცემის ფორმას მიმართავენ. თურქეთში პატივცემულო ძალიან მე ხა ისრაელზე აღარ ვლაპარაკობ გაყენებული თემა ამერიკის შეერთებულ შტატებში ინგლისში ჩვენ მეზობლად რა ხდება რუსეთი აზერბაიჯანი სომხეთი უკრაინა მინდა გითხრათ რომ ყველგან ბევრად უკეთესი სიტუაცია აქვს ვეტერანს ვიდრე ჩვენთან იმედია გამომჯობინდება ზარია დიახ ისმენთ გამოვამჯობინებთ თავისით არ მოხდება უნდა გავაკეთოთ რა თქმა უნდა ამ თავრობამაც უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს თავრობა ვართ ჩვენ კი ბატონო, მაგრამ მე გულისხმობ პრემიერმა, პარლამენტმა. მინდა იცოდეს საზოგადოებრივად ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს თავრობის, იმიტომ რომ ყველა ის პროექტი და ის წამოწყება, რაც კი დავიწყეთ და განვახორციელეთ, მინდა იცოდეს, რომ ეს არის ექს-პრემიერის, დღევანდელი პრემიერის, თავრობის წევრების, ministrების მართლაც სერიოზული და ესეთი გულისხმიერი მხარდაჭერა. თუმცა საბანი ხანდახან ამ ხელს გვდება, იმ ხელზე ვიფარებთ. მაგრამ საბანი უნდა დავიგრძელოთ. გისმენთ? გისმენთ ეთერში ხართ? ჩემი მოსვლისას იყო 1.700.000 ბიუჯეტი. ეხლა რამდენია ბიუჯეტი? ეხლა 8 მილიონამდე. მე მიგეთყვით რომ 80 მილიონი მაინც ჭირდება ყველა პროექტი სწრაფად რო განვახორციელო, მაგრამ მაინც ხო განსხვავება მილიონსა და რა თქმა უნდა უზარმაზარი განსხვავება მილიონს შორის. ეხლა ამას ხო შეხიაშვილი ვერ გააკეთებდა რომ არა თავრობის დიდი მხარდაჭერა. ძალიან კარგი, გისმენთ, გამარჯობათ. გამარჯობათ. მე მინდა ხაშურიდან გაწუხებდა. ჩვენ აი ეს რო გავიარეთ, რა ქვია, რაღაც რო გააკეთეს ნაციონალებმა, ვითომ და გამოცდების ჩაბარებაო თუ რაღაცა და რაღაცა ვერ ჩავეტიეთ იმ დროში და აღარ გვაძლევენ შუქის ფულს. როგორ? მოიცა როგორ?
ვერ გავიგე. როგორ და ნაციონალური მოძრაობის დროს რო ის გავიარეთ რაღაცა 87 წელს თუ რაღაცა რო იყავით თუ არა ნამდვილადო იმაშიო რა ქვია აფხაზეთის ომშიო და მონაწილეები იყავითო. ხო. ერთი კვირის დროში ვერ ჩავეტიეთ ჩვენ რო გაგვევლო 2009 წლამდე ვინცაც აქვს გიგი მესმის სასაცავო გავიგე. ხო და ეხლა აღარ აქამდე მანამდე ვიღებდით შუქისფურსა და ეხლა აღარ ვიღებ შუქისფურსა და რატო? გეტყვით ჩემო კარგო. ეხლა გილაურის დროს გამოიგონეს ესეთი ფინტი, რომ ხელმეორედ რეგისტრაცია დაარქვეს. რაღაც გარკვეული კატეგორია შეამცირეს, ამით ბიუჯეტს ტვირთი მოუხსნეს და დღეს ესეთი სინამდვილე გვაქვს. 2009 წლამდე ვისაც აქვს სტატუსი მინიჭებული, მასზე ვრცელდება პირდაპირ დისკრიმინაცია. რა თქმა უნდა. და 2009 წლის მერე ვინც მიიღო სტატუსი მასზე არ ვრცელდება ეს კონკრეტული შეღავათები. მე მინდა გთხოვოთ რომ მიმართოთ ჩვენი რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელს ზვიადის გორში ან ხაშურში არის ჩვენი წარმომადგენელი ასევე მასთან თქვენი სახელი და გვარი მინდა პატივცემულო თქვენი ვითარება და ჩვენ გვაქვს უფასო იურიდიული მომსახურება ჩვენ შეგვიძლია თითოეული ვეტერანის პრობლემაც ინდივიდუალურ რეჟიმში ვიბრძოლოთ მათი უფლებების და ინტერესების დასაცავად უფასოს საადვოკატო მომსახურებას თავაზობენ ახალგაზრდა იურისტები არიან რომელთანაც გვაქვს მემორანდუმი და ამ ადამიანებს სურვილი აქვს ხალხში დაუდგნენ ვეტერანებს ამაზეც დაიწყეს ერთი პერიოდი მithქმა მოთქმა რომ რატო მათთან არის მემორანდუმიო და რატო სხვებთან არაო კიდევ ერთხელ განუმარტავ ყველას საზოგადოებრივ საწყისებზეა ეს ყველაფერი თუ ვინმეს ექნება ასევე საზოგადოებრივ საწყისებზე ვეტერანების უფლება დამცველად იშრომოს სიღვაწოს და ხალხში დაუდგეს ვეტერანებს ზათვარ მათთანაც გავაფორმო ასეთივე თანამშრომლობის მემორანდუმი. დიახ გისმენთ 78 წლიდან ვარ ვეტერანი. ვიღებდი მე ფულს მაშინ შემიწყვიტე ზუსტად. 78 წლიდან ავღანეთის ომის ვეტერანი. არა, აფხაზეთის ომის ვეტერანი. აბა 78 წლიდან როგორ ახლა? გასულ ვაპატიეთ. 98 წლიდან ვარ მე რა ქვია მაგას გასულ. ვეტერანის სტატუსი. ვეტერანის ისა ვარ, ვეტერანის სტატუსიცა ვარ. 98 წლიდან ვიღებდი იმას რა ქვია შუქის ფულსა და ის რო გააკეთეს აი როგორც თქვენბძანეთ რომ ვითომ ბიუჯეტი შეამცირესო თუ რაღაცა იმის მე როგორ აღარ მაძლევეს. ხო და სახელი მითხარით ჩემო კარგო? როგორ მოგმართო? აი მოკლედ ჩემ ეხა მე არ მესმის უკვე თქვენი ხმა მაგრამ ჩემი ხმა ხო თუ გესმით გეუბნებით გელოდებით ჩემთან სამსახურში. მობრძანდი მე შემხვდი ერთად დავждეთ ვილაპარაკოთ პასუხს მიიღებ ისეთ რომ მოკიბული პასუხები არ ვიცით თუ კეთდება გეტყვი როდის კეთდება თუ ვერ კეთდება აქ გაგიმართავ რატო ვერ კეთდება ოღონდ გელოდები მობრძანდი როგორცა შენ მოიცლი მაშინ ჩემ ბატონო ირაკლი აი ძალიან ბევრი ზარია და თითქმის ყველა ვეტერანები რეკავენ ის ადამიანები რომლებსაც ამხელა დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე ერთპასუხელი მაყურებელობა ადამიანს რომელსაც შეუძლია საკუთარი თავი გაწიროს თავის მოყვასისათვის სამშობლოსათვის ესეთი ადამიანები იცით რომ ძალიან დასაფასებლები არიან და მაინც მე ვერ ვხედავ საზოგადოების ხრიდან ადეკვატურ დაფასებას რა კეთდება იმისათვის რომ სოლიდარობა საზოგადოების მხრიდან ვეტერანების მიმართ იყოს რაღაცა უფრო დახვეწილ ფორმაში უფრო კარგად წარმოჩენილი იმიტომ თქვენ გახსოვთ აფხაზეთის ომის შემდეგ თითქმის მთელი საქართველოს სამხედრო ფორმებით დადიოდა და რაღაცებთან ასოცირდებოდა ზოგი ყაჭაღობდა ზოგი რაღაცას იმიტომ რომ ნაომარი კაცი ჩამოვიდა არაფერი არ ქონდა შემოსავალი და ათასნაირ პრობლემებში ეხლა და რომ იცოდეთ 99% აი ის ნაომარი მართლა ვინც იბრძოდა ქვეყნისთვის ის არასდროს ცუც არ აკეთებდა საქმე იმაშია რომ ძალიან ბევრი რომელიც იქ ბრძოლაში ჩართვას ვერ ბედავდა აქ ფორმად ჩაცმული არ აღეთ ხელში თავს ასახებდა როგორც მეომარს და ათასნაირი ბედურებაში აი ლაქას და ტალახს ხო და აი რა კეთდება იმისათვის რომ ეს იმიჯი მოვაშოროთ ანუ ახალი იმიჯი შევძინოთ ჩვენს ვეტერანებს სხვათა შორის ასეთი რამე აი ამისთვის ჩვენ ვიღებთ ახლა ერთ დოკუმენტური ფილმი გადავიღეთ ძალიან კარგი კლიპი და მინდა გითხრათ რომ ამ კლიპს ჰქონდა Facebook-ზე 350,000 ნახვა ეს იყო ალბათ რეკორდული რაოდენობა და ძალიან ბევრი ახალგაზრდა აღფრთოვანებული იყო ამიტომ მე ბედნიერი ვარ ამით და ვიწყებთ მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის გადაღებას დიდი მადლობა მინდა უთხრა
ჩემს მეგობარს ლევან ანჯაფარიძეს, ანჯიკოს რომ აი წინვალე სცენარი მოიტანა, მე ერთად ვიმუშავეთ რაღაცა ამ სცენარზე და ბედნიერი ვარ რომ ქვეყანას ყავს ესეთი ადამიანები როგორიც არის ლევანი, მისი მეუღლე ლელა და ის გუნდი დღეს ვინც არის დაკავებული იმ საქმით რომ უახლოეს პერიოდში ჩვენ გქონდეს ძალიან ლამაზი და ღირსეული ძეგლი ბიჭების თავდადების და ვაჟკაცობის და სამშობლოს სიყვარულის შესახებ და ხელის გაწვდის შესახებ კიდევ ჩვენს აფხაზ და ოზმებთან, იმიტომ რომ მიწის დაბრუნება ხო არ გვინდა ძმებო რეალურად. ჩვენ გვინდა ძმების დაბრუნება იმ მიწაზე ერთად ცხოვრებისთვის. ის მიწა აფხაზების გარეშე არავის არ გვჭირდება და წესით დღეს მათ არ ესმით რომ ჩვენს გარეშეც არ უნდა უნდათ მათ ეს მიწა, მაგრამ ხვალ გაიგებენ, იმიტომ რომ მე ჩემში არ არის აფხაზური სისხლი. რა ჩემ შვილებში აფხაზური სისხლი, იმიტომ რომ ჩემ მეუღლის ბებია გახლდათ აფხაზი ღირსეული ქალბატონი. და ჩემ შვილებში ბუნებრივია და რომელიც თქვა ყოფილს და რამდენი ასეთი შერეული ოჯახი არსებობს საქართველოში ამ 3500 სლოვანი ჩვენი ისტორიის მანძილზე და აქედან გამომდინარე ჩვენ აი ამ ფილმით გვინდა რომ ორმა მხარემ ვინც ერთმანეთს ძალიან ვატკინეთ ორმა ძმამ რომლებსაც ერთმანეთს ბევრი სისხლი ვადინეთ ჩვენ თუ ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით მესამე ძალას შუაში ჩადგომის საშუალებას უფლებას მოუსპობთ და უფრო მალე მოვირჩენთ იმ ჭრილობებს და იმ იარებს, რომელიც ერთმანეთს მივაყენეთ. იქ არის ერთი მომენტი, რომელი მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია, არ ვიცი ხა წინსწრებით ამის თქმა რამდენად შეიძლება მომიტევოს ლევანიმ, მაგრამ აი ესე აჩვენებს ქართველი აფხაზ ტყვიას. ამ ტყვიას საქართველოში არ აკეთებენო. ეს რო სიმბოლურია კი. და მე ვფიქრობ რომ აი ასეთი ღონისძიებებით რაც მეტად სოლიდარული გახდება საზოგადოება ვეტერანთა საზოგადოების მიმართ მით მეტად სწრაფი წინსვლა ექნება ქვეყანას ძალიან სწრაფი იმიტომ რომ მარტო სახელმწიფო მიხედოს ეს არ არის სახელმწიფო ვინ არის საზოგადოებას მოვალეობა ეხლა თუ თხოვენ საზოგადოებას რომ გინდა თუ არა ერთხესიანთა უფლებები დაიცვიო ეხლა ვეტერანთა უფლებაზე არავინ არ ლაპარაკობს ეს ხო ნონსენსია საერთოდ ადამიანმა რომელმაც საკუთარი სისხლი დაღვარა სიცოცხლე ერთი წადი ხოლმე აღარ გაეწირა სიცოცხლე მეგობარი დაკარგა ახლობლები დაკარგა მე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს აფხაზეთის ომში ცხინვალის ომში დაღუპული მათ შორის ალბათ თქვენც იცნობთ ვაჩეს ჩემი მალხაზ ვაჩეიშვილი ჩემი ძმადნაფიცი უმაგრესი კაცი რომელმაც თავი შეწირა ქვეყანას ხოთაშორის აი ეს კითხვაც მინდა დაგისვათ აი გარდაცვლილ მეომრებზე გმირებზე ვინ ზრუნავს თქვენი უწყება თუ თავდაცვის სამინისტრო თუ ვინ ზრუნავს ან თუ აკეთებს თქვენი დეპარტამენტი შეხვედრებს ამ დაღუპული ბიჭების ოჯახებთან რაღაცნაირად თუ გაქვთ ამასთან კომუნიკაცია იმიტომ რომ ჩვენ ისე არ უნდა გამოგვივიდეს რომ მარტო ცოცხლები გავიხსენოთ იმიტომ რომ ჩვენ დღეს ცოცხლები ვართ ხოლმე ჩვენც არ ვიქნებით ცოცხლები და ისინიც უნდა გავიხსენოთ ისინი არიან ჩვენი სანთლები რომლებიც დაინთნენ იმისთვის რომ ჩვენთვის კეთილი და სადაც აუცილებლად უნდა მივიდეთ რა თქმა უნდა მიგვესვლებოდეს პირშავად არ უნდა ვიყოთ ჩვენს პირველი ჩემი დანიშვნისთანავე მოვიკითხე ის ადამიანები რომლებიც ბაბუშერას აეროდრომზე როცა ჩამოვარდნდნენ 8 კაცი გადარჩა. ოღონდ ეს არ ახსოვდა. სულ 16 გადარჩა, მაგრამ იქიდან ვეტერანები ვინც იყვნენ 8 ადამიანი. პირველივე ანუ 8 სექტემბერს დავინიშნე დირექტორად და 17 ოქტომბერი პირველი რაც გავაკეთეთ ვეტერანის დღე დავაარსეთ. რომ მე არც ერთ პროფესიას არ ვერჩი და რამე ცუდი არ მინდა გაიგოს ცუდად ვინმე, მაგრამ არსებობს კოსმონავტის დღე, პოლიციელის დღე, მეეზოვის დღე, მასწავლებლის დღე, მაგრამ ვეტერანის დღე რატო არ უნდა ყოფილიყო, ხო? უნდა ყოფილიყო. იმიტომ რომ ეს არის პროფესია მემსახურებით საქართველოს, მუდმივი. და ჩვენ გავაკეთეთ ვეტერანთა ხეივანი დენდროპარკში. ეხლა იქაც დაიწყეს თავიდან ადამიანებმა იმის ძახილი რომ ის 5 ცალი ხელოდარგეს წავიდნენ წყალიმანის დაუსხანო გაუხმოთ ის ხეებიო. მინდა იცოდეთ ადამიანებო რომ 4000 ხე არის დარგული და გახარებული თითოეული ბიჭის სახელი და არა 5 ხე. და არა 5 ხე. პირველი ამ იმ დღეს სიმბოლურად 17 ოქტომბერს 2014 წელს დავდგეთ 5 ხე
და შემდგომ გაგრძელდა პროცესი და ამჟამად არის 4000 ხე ალაყაფის კარი გაკეთებულია პარკი მზადდება მუშაობა არ შეჩერებულა თუმცა ჩვენ გვინდოდა რომ ამ წელსვე გაგვეხსნა პარკი 2000 წინა წელს 2015 წელს მაგრამ ვერ მოესწრო და ეს პროცესი გაგრძელდება 17 ოქტომბერს 2016 წელს გვექნება ვეტერანთა ხეივანი თითოეულ ხესთან იქნება აბრა სადაც ექნება სახელი იმ ბიჭის, იმ ვაჟკაცის, იმ გმირის, ვინც თავი დადო სამშობლოსთვის, სად იბრძოდა, რომელ დანაყოფში და როგორ შეწირა თავი. იმიტომ რომ იმ პარკში ვინც ისეიდნებს, ის ხე ზანგბაც მოგცემს. ჩვენ სითბო მივცემთ, წყალი დაუსხოთ და ეს გავაკეთეთ და წარმოიდგინეთ, რამდენად გულსატკენია, ჩემო ძმებო, ვინც ეს თქვით, მინდა თქვენ გითხრათ, რომ ასეთი რაღაცას გულით რომ აკეთებ და ზედ რომ უცებ ცივწყალს გადაასხავენ, იმიტომ რომ მადლობას არავისგან არაფერს არ ვითხოვთ, იმიტომ რომ ჩვენ საქმეს ვაკეთებთ და გვინდა რომ კარგად გავაკეთოთ. თუ ხარვეზები გვაქვს შეგვისწორეთ, მაგრამ აი ასეთი ესო მithქვა რომ ნარმანიასავითო შეხიაშვილიცო ხეების დარგვით არის დაკავებული. ჯერ ერთი ხეების დარგვაში ცუდი არაფერია არ მიმაჩნია, იმიტომ რომ უწმინდესის კურთხევა რო თითო კაცმა მინიმუმ 12 ხე დარგვოსო. ეს ერთი. მეორეც ერთი ეს ხეები ძეგლები არის და 4000-ზე მეტი ხე გახარებულია იქ. წყალის დასხმული აქვს და სპეციალური საქმე გაგიკეთებათ. მე პირადად დიდ მადლობას. უზარმაზარი ხეივანი იქნება, სადაც თქვენც, ვინც ახლა მანამდე ასე საუბრობთ, ქილიკით, მეც თქვენთან ერთად ჩვენი შვილები და შვილიშვილებით გავივლით იმ ხეივანში და ღმერთმა შეგინდოთ, მეც თუ რამე წენა მოგაყენეთ ვინმეს შემდაუნებურად, მე შენდობას ვითხოვ. ასე რომ ჩვენ ამ ქილიკით ერთმანეთთან ამ საქმეს გავაფუჭებთ. მოდი ერთმანეთს ღერში დავუგზავნოთ და ჩემი საქმე კი არა, ჩვენი საქმე ერთმანეთს თვითეულ თქვენთაგანს ამ თხოვნით მოგმართავთ. ძვირფას ტელემაყურებლებო, თქვენ ხედავთ, რომ რამდენად ბევრი სასაუბრო არის ამ თემაზე, რასაც ქვია ვეტერანების სახელმწიფო სამსახური, რომელსაც ბატონი ირაკლი უდგას სათავეში და ძალიან ბევრი და მე ბედნიერი ვარ ღმერთის მადლობას ვუხდი რომ ეს საქმე მომცა რა. ჩამაბარა და ძალიან ბევრი პატრიოტი ადამიანია იქ, ბევრი ის ადამიანი, ვისაც მე დიდ პატივს ვცემ, იმიტომ რომ ეს ადამიანები ომობდნენ, დღეს შრომობენ და შრომაშიც ომში არიან და იბრძვიან იმისთვის, რომ საქართველო იყოს პატრიოტულად შემართული, ღირსეული და აყვავებული ქვეყანა, იმიტომ რომ მე არ მინახია არც ერთი ქვეყანა, რომელსაც ვაჟკაცების ნაკლებობა პრობლემათ არ გადაქცეოდეს. საქართველოს ღვთისწყალობით ვაჟკაცები ბევრი ყავს, მაგრამ რატომღაც ყველა საინფორმაციო საშუალებებში ქალაჩუნა ხალხი გამოდის და ის ხალხი გამოდის, ვისაც ერთი აგური არ დაუდია აგურზე რომ ქვეყნისთვის რამე სიკეთე ეკეთებინოს და პროვოკაციებით და ნაძირლობებით არიან დაკავებული. ეს რა თქმა უნდა ის ინერცია, რომელიც იმ უბედურება მოგვიტანა, რასაც ნაციონალური რეჟიმი ქვია, თუმცა ამ სახათსაც საქართველო მოიხდის და სამუდამოდ დაემშვიდობება ამ არჩევნებზე, ჩემის აზრით ეს არის რეანიმაციაში ნამყოფი ადამიანები, მე ნაციონალურ მოძრაობას გულისხმობ, რომელსაც ქონდა დრო, რომ გამოსულიყო ამ კლინიკური სიკვდილიდან და ვერ გამოდიოდა. კი ბატონო, აუცილებლად ვერ გამოვიდა და აი რახან დრო მივეცით და ვერ გამოვიდა, აი ეს არჩევნები ქართველი ერი ალბათ საბოლოოდ ვერდიქტს დაუსვამს მას და გაისტუმრებს ისტორიის სანაგვეზე, იმიტომ რომ ესეთი სიბინძურე, რაც მათ გააკეთეს საქართველოს წინააღმდეგ, ესეთი ტერორი, რასაც ისინი ახორციელებდნენ საქართველოს წინააღმდეგ და დღემდე ახორციელებენ, ისტერიკებს აწყობენ, ათასნაირი სისულელეს აკეთებენ და ამ ყველაფრით საქართველოს კიდევ უფრო მეტი ზიანს აყენებენ, როგორც სულიერს, ისე მატერიალურს, ისე ფიზიკურს, ისე ეკონომიკურს. ეს ხალხი არის სამუდამოდ გასასტუმრებელი იმ ადგილას, სადაც მათი ადგილია და მათი კოლექტიური სახე არის ვინმე შუბლაძე, რომელიც იცით თქვენ ვინც არის და რას წარმოადგენს და კიდე არის ბევრი ვინმე ორჯონიკიძე, რომელსაც გვარიც ხელს უწყობს იმ საქმიანობაში ქალია სამწუხაროდ და მე არ მინდა ეხა და კიდე მრავალი ესეთი ადამიანი, რომელიც უბრალოდ უკვე ვეღარაფერს ვეღარ აკეთებენ და აი გაოცებულები და გაოგნებულები საკუთარ კუც ყბენენ, ისე არიან გამწარებულები, მაგრამ მათი დრო მალე დამთავრდება და გამოითიშებიან ისინი ამ აპარატურიდან საზოგადოება უნდა მოესპოთ მათ საერთოდ უნდა აეკრძალოთ ჩემის აზრით
სახელმწიფო სტრუქტურების დაკავება, არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნა და საზოგადოებაში გამოჩენა. აი ესე უნდა იყოს, ეს კანონი უნდა იქნას მიღებული, ჩვენ თუ გვინდა ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ. თუ არა და ამ ნაძირლების გამო ძალიან ბევრი ადამიანი ისევ ზარალდება, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე მორალურად, ისე ზოგადად და ასე შემდეგ. თქვენ მინდა მივმართო მათ სამწუხაროდ ვერ გაიგეს ერთი რამ, რომ უსიყვარულო ცხოვრება საკუთარი თავის წინაშე დანაშაულია და უსიყვარულო ცხოვრობ მაშინ, როდესაც კონკრეტულ პარტიულ ორგანიზაციას ან სექტად გადაქცეულ ორგანიზაციას უფრო წინაყენებ, ვიდრე ქვეყნის ინტერესებს. მე ძალიან ბევრი შეურაცხყოფა მოვისმინე მათგან და ვერ მომინელებთ ვერასდროს, მინდა წინასწარ იცოდეთ, იმიტომ რომ როდესაც მე არჩევანი მიდგება რომელიღაც პოლიტიკური ორგანიზაცია თუ ჩემი სამშობლოს ინტერესები, აქ კითხვები მე არ მაქვს და თქვენ თუ გაქვთ ეს კითხვები, თქვენ თვითონ იქნებ შეეცადოთ პასუხი გასცეთ. მე არასდროს არ ვღალატობ ჩემს სამშობლოს. მადლობა ღმერთს და შიხიაშვილის ისტორია თქვენი ფრაქციით არ დაწყებულა. შიხიაშვილის ისტორია სამწუხაროდ თქვენ არ იცოდით ეს და გონიათ რომ თქვენს წიაღში იბადებოდნენ მარტო ადამიანები და იმის იქით მათ ცხოვრება არ გააჩნდათ. ჩემი ისტორია 9 აპრილს იწყება 1999 წლიდან ჩემი ქვეყნისთვის თუ რამე გამიკეთებია. ჩემი დაბადების დღე იყო. და მეც ერთ-ერთი უბრალო მოშიმშილე 17 წლის ბიჭი ვიყავი ეროვნული მოძრაობის დასაწყისის პერიოდში და შეიძლება მქონია ცხოვრებაში შეცდომები, შეიძლება მქონია რაღაც კონკრეტულად წარმატებული ნაბიჯების გადადგმული, მაგრამ ერთი რამ არის სამშობლოს ღალატი უპატიებელი დანაშაულია. თქვენი ორგანიზაცია გადააქციეთ სამშობლოს მოღალატე ორგანიზაციად და სამწუხაროა ის რომ 10 ქვეყნის მტერი 10 კაციანი ჯგუფი თუ 15 კაციანი ჯგუფი მართავს აი ამ პოლიტიკურ ორგანიზაციას და მე ყველა იმ ადამიანს ვისაც გარკვეული პროფესიონალიზმი გაგაჩნიათ შეგიძლიათ თქვენი ცოდნა უნარები შესაძლებლობები მოახმაროთ თქვენს ქვეყანას მოშორდით იმ ადამიანთა ჯგუფს იმიტომ რომ მათი ფესვი სამშობლოს მიწის წიაღში არ არის მათი ფესვი სხვაგან არის და თანაც ძალიან მოშხამულ გარემოში იქ სიყვარული არ არსებობს იქ მეგობრობა არ არსებობს ძმაკაცობა არ არსებობს უბრალოდ არსებობს ერთმანეთზე სიბინძურით ერთმანეთზე კომპრომატებით სავსე ურთიერთობა რაც აძლევს ერთმანეთზე შებოჭვის და გადაბოჭვის საშუალებას თბილისში მე ბედნიერი ვარ რომ მომეცა უფლება ღმერთისგან ჩემს მეგობრებთან ერთად თქვენი პარპაში დამემთავრებინა ასე დამთავრდება თქვენს ქვეყანაშიც დიახ მე არ მინდა რომ თქვენ სანამ ასე იაზრუნებთ მე გიყვარდეთ ნამდვილად არ მინდა მაშინ ჩვენ ერთნაირი მაშინ ჩვენ სხვადასხვანაირები ვეღარ ვიქნებით ეს მაგრამ დიდი სურვილი მაქვს რომ ამ გიპნოზიდან გამოხვიდეთ და ემსახუროთ საქართველოს ამაზე უფრო მნიშვნელოვანი საქმე ამ ქვეყანაში დაბადებულ ადამიანს ვერ უნდა გააჩნდეს ეს ერთი და ასევე მინდა უთხრა იმ ადამიანებს რომლებსაც უნდა რომ ვეტერანები გამოიყვანონ როგორც საჯილდაო ქვა უნდათ რომ ფსევდო გულის დამწრობით და გულშემატკივრობით დღეს რომ გაახსენდათ აი ეს პრობლემები როდესაც სახელიც აღარ ახსოვდათ ვეტერანების შესახებ და ამ სამსახურმა აი იმ გუნდის მეშვეობით იმ სამეთაურო საბჭოს მეშვეობით იმ არასამთავრობო ორგანიზაციების რომელსაც ესე გულდასმით თანამშრომლობს ჩვენთან და ასე შემდეგ ამ ადამიანების მეოხებით ამ თემამ სიცოცხლე შეიძინა და დღეს პოპულარულს ვერ გაგახდევინებთ საკუთარი პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად ამ თემას თუ გულწრფელად იქნებით ამ თემაში ჩართული ჩემთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა გისმენ ზარია დიახ გისმენ ალო ბატონო ირაკლი გისმენთ ვინც რა უნდა თქვას თქვენ ძალიან ბევრ საქმეს აკეთებთ ძალიან კარგ საქმებს აკეთებთ ერთი კითხვა მაქვს თქვენთან მადლობთ ვეტერანთა სტუდენტ შვილებს დიახ ეხმარებით თუ არა ანდა რაიმე მომავალში ხომ არა გაქვს რაიმე ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის მადლობთ ხალბატონო ჩვენ გეგმავთ უახლოეს პერიოდში ჩვენ გავაგზავნეთ უკვე წერილები ყველა უმაღლეს სასწავლებელთან იმასთან დაკავშირებით რომ შევიმუშაოთ პროექტი რომლის მიხედვითაც წარმატებულ კარგ მოწაფეებს
დავუნიშნოთ სტიპენდია. ანუ მე მინდა რომ წახალისება მოხდეს არა უბრალოდ ვეტერანობის შვილობის, არამედ კარგ ცოდნის წახალისება გვინდა. ანუ თუ ის მამას, ვეტერანს პატივს სცემს და სწავლა უნდა კარგად უნდა ისწავლოს და ამისთვის შესაბამისად ჩვენ ფინანსურ სტიპენდიას, ფინანსურ დახმარებას გავუწევთ, რომელიც მე მან თავისი სურვილის მიხედვით შეუძლია გამოიყენოს. ესეც ერთ-ერთი პატივისცემის ჟესტი და წახალისების ჟესტი იქნება ჩვენი მხრიდან. ჩვენ როგორც კი აი ამ პროექტს დავამთავრებთ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სასწავლო წლის დამთავრებამდე თუ ვერ მოვასწრეთ, აუცილებლად სექტემბრიდან ამ პროექტის განხორციელებას დავიწყებთ, იმისათვის რომ ვეტერანის შვილს თუ სურს სწავლა, მას საშუალება უნდა გააჩნდეს ამ სწავლის მიღების. დიდი მადლობა ბატონო. ჩვენი გადაცემისთვის განკუთვნილი დრო დასასრულს მივახლოვდა. მე შევახსენებ ტელემაყურებლებს, რომ ყოველ ხუთშაბათს 9 საათიდან 12:30-მდე შეუძლია უყუროს ჩვენს გადაცემას ალტერნატივას მალხაზ გულაშვილთან ერთად ტელეკომპანია დროში. თქვენ ბევრ საინტერესო ადამიანს შეხვდებით ჩვენთან, მოისმენთ გაკეთებულ საქმეებს, გაუკეთებელ საქმეებს, გაიგებთ იმ ამბების შესახებ, რაც ქვეყანაში ხდება და რაც ქვეყნის გარეთ ხდება, სხვა რაკურსით, ალტერნატიული კუთხით, იმიტომ რომ თქვენ მოგეხსენებათ დღეს ქართულ მედია სივრცეში გაბატონებული არის ის ტენდენცია, რა ტენდენციაც სააკაშვილის დროს იყო შექმნილი და ეს ტენდენცია თუ არ დამარცხდა, საქართველოს უბრალოდ წინ წასვლა არ უწერია. დიდი მადლობა ძვირფასო ტელემაყურებლებო, რომ ესე აქტიურობთ. დღეს გადაცემაში 65 ზარი შემოვიდა. ეს თქვენს მხარდაჭერაზე მეუთითებს, ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თქვენ აქტიურობთ, თქვენ ხედავთ იმ ძირითად საკითხებს, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე არის და ჩვენ ვცდილობთ, რომ პირუთვნელად ის ინფორმაცია მოგაწოდოთ, რაც ჩვენს ხელთ არის და შეგეხვედროთ ის ადამიანები, ვინც ზრუნავს და ფიქრობს საქართველოსთვის. ჩვენს ტელეკომპანიაში ვერასოდეს ვერ ნახავთ და პირადად ჩემ გადაცემაში ვერცერთ ნაციონალს და ნაციონალის მასკას ამოფარებულ ფიგურებს. ამას პირადად გპირდებით მე. მე მინდა ერთი სიტყვით ვისარგებლო, მე მინდა მიმართო როდესაც იყო რაღაც დებატები ჩემსა და ბერძენაძის პარტიის მიმართ, იქ იყო ერთი უზუსტობა გასული და მე შევპირდი ბიჭებს, რომ ამ უზუსტობას დავაკონკრეტებდი. თუ ვინმე ისე გაიგო, რომ თელს პარტიის წევრებს მე მივმართე როგორც ნაციონალური მოძრაობის დამკაშებს ან მათგან მართულ პირებს, შენდობას ვითხოვ, ესე არ ყოფილა, ეს მიზანიც არ გქონდა. ეს იყო ლაპარაკი იმ კონკრეტულ ადამიანთა ჯგუფზე, რომლებიც პრეზენტაციის დროს შეეცადნენ, ანუ ერთწლიანი ანგარიშის პრეზენტაცია როდესაც გქონდა, შეეცადნენ, რომ ეს ანგარიში წარდგენის პროცესი ჩაეშალათ პრეზენტაცია და იმ ადამიანებში ჩვენ ამოვიცანით რამოდენიმე მაღალჩინოსანი, სოდის და კუდის და დღევანდელი ნაციონალური მოძრაობის პარტიის შტაბის ხელმძღვანელები. ეხებოდა ამ თემას მხოლოდ და აქედან ვაცხადებ და ვამბობ, არავითარ შემთხვევაში ორგანიზაციას არც ჩრდილის მიყენების სურვილი მაქვს და მithumetes იმ მეომარ ბიჭებს, რომლებსაც გადაწყვეტილი გაქვთ, რომ ამ პოლიტიკურ ორგანიზაციაში იყოთ გაწევრიანებული, ჩემი მხრიდან თვითოულ თქვენთაგანის მიმართ მხოლოდ და მხოლოდ პატივისცემა და არ მიიღოთ ისე, რომ ის ტექნიკური შეცდომა, რომელიც გავიდა საინფორმაციო სააგენტოებში, ეს იყოს ჩემი განზრახვა და ეს იყოს ჩემი დამოკიდებულება თქვენს მიმართ და შენდობას ვითხოვ ძმებო, თუ არასწორად გამოვიდა ჩემი მოცემული ინფორმაციის გაშუქება. დიდი მადლობა ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახლოვდა. ყოველ ხუთშაბათს გელოდებით 9 საათზე. მადლობთ მომავალ შეხვედრამდე.